ადამიანის საზოგადოება ისევე იყოს მოწყობილი, როგორც მგლების საზოგადოება, გაცილებით უფრო ჰუმანურები იქნებოდნენ ადამიანები. თუ რესურსი არის, მას ზედმეტი ტერიტორია არაფერში არ ჭირდება ადამიანისგან განსხვავებით. ადამიანის ტერიტორია უნდა იმის და მიუხედავად აქვს რესურსი, არ აქვს რესურსი და ხშირ შემთხვევაში მეგონი არც იცის რატო უნდა ეს. აი ეგ არის დიდი განსხვავება ადამიანებსა და ცხოველებს შორის, რომ ეგეთი თანაცხოვრება შეუძლიათ თუ საკმარისად არის რესურსი. ადამიანი მან ჩათვალა, რომ ეს ეკოსისტემიდან გარეთ გავიდა და მას შეუძლია მოდიფიკაცია გაკეთოს. გამოვედით, ნაწილობრივ დავშორდით სისტემას და შესაბამისად ამან გამოიწვია უკვე ძალიან ბევრი პრობლემები. იმდენად შემცირდა გარეული ცხოველების გარემო, რომ ისინი იძულებულები არიანო და გადმოსახლდნენ ურბანულ გარემოში უშუალო კონტაქტთან ადამიანთან. ზოონოზური დაავადებები, რომლებიც პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, ხო, ეს რატო ხდება? ამას ჭირდება კარგი გაანალიზება, კარგად დაფიქრება. ცდილობთ გავუგოთ ხო მათ? რატო გჭირდება რომ გავუგოთ? აი თუნდაც იმიტომ, რომ მათი არ გვეშინოდეს. ჩვენ გვეშინია იმისი, რაც არ ვიცით. მე არ ვთვლი, რომ ადამიანი არის ყველაზე სრულყოფილი არსება და ადამიანი არის ის არსება, რომელსაც უნდა მართოს ყველაფერი. არა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მათთან ერთად. გარემო მთლიანად მარტო ჩვენგან არ შედგება და როდესაც რაღაცა კომპონენტის დარღვევა ხდება, შეიძლება მან ისეთი ძვრები გამოიწვიოს, რომ შეუქცევადი პროცესები შეიძლება წავიდეს. სამწუხაროდ არ აქვს ეს სიტუაცია, რომ ჩვენ ესე თქვა დავტოვოთ, რადგანაც ადამიანმა ძალიან ბევრი რამე გააფუჭა და სწორედ ახლა ამ გაფუჭებულის განოსწორებას ისევ ადამიანს შეუძლია. ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავიგოთ ცხოველების, თუ ჩვენ გავიგებთ მის სამყაროს. თანამედროვე ტიპის ზოოპარკებს, ხო, თანამედროვე ზოოპარკების მისი მთავარი ფუნქცია არის კონსერვაცია. ანუ გადავარჩინოთ ის, რაც ის გადარჩენას ჯერ კიდევ შესაძლებელია. თქვენი აზრით რა განასხვავებს ადამიანს ყველაზე მეტად ცხოველისგან? ეს ძალიან რთული საკითხია და მე მგონი გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი. ჩვენ ვართ პოდკასტ არეაში და ამ ეპიზოდის წარმომადგენელი არის PSP. დღეს მყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, მისი გაცნობა იყო ჩემი ძალიან დიდი სურვილი. მე მას გამოვუწყდი უკვე სიყვარულში, სანამ ჩავთავდით კამერებს და დღეს ჩემი სტუმარი არის ზურა გურიელიძე. ეს არის ბიოლოგი, ზოოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის ზოოპარკის დირექტორი. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ კამერებს ჩავთავდით და როგორც გითხარით, მე ვეცადე რომ ისეთი კითხვები მომეფიქრებინა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდით და თქვენთან საუბარ თქვენი ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილების ფონზე, ესე ვთქვათ რა. და იმაშიც გამოგიტყვით, რომ მეცხოველები ძალიან მიყვარს და ყოველთვის საინტერესოა ეს ძალიან კარგია. კი ბატონო. საუბარს დავიწყებ იმით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება მგლებთან ურთიერთობის. საკმაოდ გამოცდილება. ხო, და ესე ვთქვათ, მათი ბუნება, მათი ბიოლოგია საკმაოდ კარგად იცით. ასევე შესაძლებელი ადამიანების ბუნებაც იცით, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ადამიანი ვარ და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, ესეთი სიტყვა, ესეთი წინადადება არსებობს, გამოთქმა შეგვიძლია ვთქვათ არსებობს, რომ ადამიანისთვის მგელია. თქვენი მხრიდან მინდა მოვისმინო, რა შეიძლება ეს გულისხმობდეს, ამას დადებითად მოვიხსენიებთ, უარყოფითად მოვიხსენიებთ, იმიტომ რომ ხანდახან მე მithქვამს ეს ყველაფერი ჩემ თავს რო ვაკვირდები, მithქვამს უარყოფითად, რომ აი რაღაცა მტაცებლური ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენ გისმენთ და თქვენ აგვიხსენით. კი ბატონო, ეს გამოთქვა თავიდან რა თქმა უნდა არის უარყოფითი კონტექსტში შეიქმნა, სწორედ მაგიტომ რომ ადამიანისთვის ისეთივე დაუნდობელია, როგორც მგელი. მაგრამ თავიდან ესეთივე წარმოდგენა ქონდა, ხო? ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მტერი იყო მგელი, როდესაც რაც კი ადამიანის სოფლის მეურნეობას მოკიდა ხელი, იმის მერე ადამიანის ნომერი პირველი მტერი მგელია. აქედან მოყოლებული სწორედ უამრავი ბევრი სხვადასხვა შეხედულებები არსებობდა მგელთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მაგრამ აი ესეთი მე-20 საუკუნეში, როდესაც ეთოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელმა კონრად ლორენცმა ეს ახსნა აბსოლუტურად განსხვავებულად, ხო? მან ძალიან საინტერესო წიგნი აქვს აგრესია, ეგრეთ წოდებული ბოროტება, ესე ქვია ამ იმას. სახელმწიფო სწორედ მას აქვს აღწერილი თუ როგორ რა ხდება მგლის სოციუმში სწორედ ეს აგრესიის მატების დროს და მისი ძირითადი აზრი იყო ის, რომ ადამიანის საზოგადოება ისევე იყოს მოწყობილი, როგორც მგლების საზოგადოება, გაცილებით უფრო ჰუმანურები იქნებოდნენ ადამიანები, რადგანაც სწორედ ეს აგრესიის ჩანაცვლება, აგრესიის დათრგუნვა მგლებში ხდება ძალიან, ესე ვთქვათ, რიტუალიზირებული ქცევით, როდესაც ისინი
სხვადასხვა რიტუალების საშუალებით არკვევენ უპირატესობას და ძალიან იშვიათად გადადიან ასე ვთქვათ ბრძოლებზე, რომელსაც შეიძლება თავისივე ხროვის წარმომადგენლის დაღუპვა მოხდეს. თუმცა ამას ეს არ იყო ესე ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად, ასევე ძალიან ბევრი კრიტიკოსები გამოუჩნდნენ ამას, მათ შორის კრიტიკოსი არა, მაგრამ ესე ვთქვათ თლად არ მიყვებოდა ამ პატიებში არის ფრანს დე ვალი, ჰოლანდიელი ეთოლოგი, რომელიც პრიმატებზე მუშაობდა და მასაც ძალიან საინტერესო პრიმატებისა და ადამიანების საზოგადოება ძალიან მსგავსია ერთმანეთთან და სწორედ ის ამტკიცებდა, რომ სწორედ არა მარტო გლებში ხდება ესეთი ჰუმანური ასე ვთქვათ ქმედებები, არამედ ეს ადამიანის მაგარ პრიმატებსა და თვითონ ადამიანებშიც არის და სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება ცოტა სხვანაირად განვითარებული იყო. ესე დაახლოებით ესეთი კამათი მიმდინარეობდა, კამათი ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ ფრანს დე ვალმა გაცილებით გვიან დაწერა ვიდრე ამიტომ, მაგრამ მას ესეთი შეხედულება ჰქონდა და გარდა ამისა თვლიდა, რომ გლებში ყოველთვის ესე არ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ესე არ არის, მაგრამ თვითონ ვთქვათ ლორენცის დაკვირვების შედეგად და კიდევ ბევრი დაკვირვების შესახებ, ეს ძალიან რიტუალიზირებული ქცევა აქვს მგლებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მისი ხროვის განვითარებისთვის და უშიშროებისთვის არის ძალიან კარგი საკვირტი. რაც შეეხება ადამიანებს და ასევე ვთქვათ ადამიანის მაგარ პრიმატებს, ისინი გაცილებით უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მგლები ან რომელიმე სხვა მტაცებელი. ნებისმიერ სოციალურ ცხოველებში არსებობს ესეთი კავშირები, არსებობს რიტუალიზირება, მაგრამ გარკვეულ დონემდე. თუმცა ისევ მაგალითად ადამიანის მაგარ პრიმატებში, შიმპანზეებში იქ მიმდინარეობს ასეთ ბჭყალებში, რო ვთქვათ, თუმცა რამდენად სწორია ბჭყალების ხმარება ამ შემთხვევაში, ხდება კოოპერაცია სხვადასხვა სახეობებში, სხვადასხვა ინდივიდებს შორის, ასევე გარკვეული მოლაპარაკებები ხდება, გარკვეული დაკავშირებები, ასე ძალიან რთული პროცესია და რაც უფრო გადის და რაც უფრო მეტს გეპულობთ, კიდევ უფრო რთული გასახსნელი ხდება ყველაფერი. მაგრამ აი თქვენ ხახსენეთ, რომ ეს რიტუალიზებული მოწყობა აქვთ, ხო? რას აკეთებენ? აი რაც ლორენცს აქვს აღწერილი ერთი, აი შედარებული აქვს მას თავის წიგნში ორი ესეთი სახეობის მტრედების და მგლების ქცევა, აგრესიული ქცევა ერთმანეთის მიმართ. როდესაც აი მტრედები სანამ არ დახმოკლავენ, რომელიმე არ დაიღუპება, მანამდე არ ჩერდებიან. მაგრამ როდესაც აი მგლებთან ორთაბრძოლის დროს, როდესაც ისინი თქვათ იერარქიულ ურთიერთობას არკვევენ ან რაღაცა მოხდა, ყოველთვის ხდება რიტუალიზირება და მას აქვს აღწერილი ესეთი ქცევა, როდესაც გამარჯვებული მგელი დგება და უშვერს კისერს ანუ დაუცველს ხდის თავის კისერს მოწინააღმდეგესთვის. ეს არის მისი ასე ვთქვათ მანიშნებელი იმისი, რომ აი იმდენად ძლიერი ვარ, რომ მე შემიძლია აი ეს გავაკეთო. და შესაბამისად შემდეგ აი აქ მთავრდება ვთქვათ მათი ურთიერთობა, არის კიდე სხვადასხვა პოზები, ესე თუ რაც არის აღწერილი, მაგალითად, როდესაც დროისაც ძაღლი ყავს კარგად იცის ეს პოზა, როდესაც ზურგზე ვარდება და თათებს მაყლავს. ეს არის და ეგრეთ წოდებული სუბმისიის დამორჩილების პოზა და ეს დამორჩილების პოზის მიღების შემდეგ ეს აგრესია ჩერდება როგორც წესი მგლებში და სწორედ აი ამას გულისხმობდა ლორენცი, როდესაც ეს აგრესია ჩერდება, მათ ამ რიტუალიზირების შედეგად მათ აგრესია შეუძლიათ აგრესია დათრგუნონ და სწორედ აი როდესაც სხვა ადამიანებში ხშირ შემთხვევაში ეს აგრესია ძალიან გადმოდის და შესაძლოა შექმნა კიდევ ლორენცს ესეთი მას დაარქვა ესე ჰიდრავლიკური მოდელი. ის თვლიდა, რომ აგრესია გროვდება და რაღაც პერიოდის განმავლობაში თუ არ დაიცალა ეს ან დათრგუნვა არ მოხდა, შესაბამისად ძალიან რთული პროცესები შეიძლება განვითარდეს მათ შორის საზოგადოებაში. ჰიდრავლიკური დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, უფრო რო გავამარტივოთ, ხო? ეს არის აი როგორც ბუშტს რო ავსებთ წყლით და შემდეგ უკვე რაღაც გარკვეული შემდეგ ბუშტის წყდება, ხო? და ეს წყალი იქცევა. სწორედ აი დაახლოებით ეს იდეა ჰქონდა ლორენცს, ამიტომ აგრესიის დაგროვებამ შეიძლება თუ არ მოხდა მისი დათრგუნვა, ან განმუხტვა უფრო სწორად, ალბათ განუხტვა უფრო სწორი შესაბამისი ტერმინი იქნება ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად ძალიან ცუდად შეიძლება განვითარდეს და აი ეს რიტუალიზირებული ქცევა, რომელიც მგლებს ახასიათებთ, განმუხტვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის. ზოგადად ამას გულისხმობ. მე მგონი გასაგებად ვილაპარაკეთ. ძალიან გასაგებად კი და ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ მიუშვეს გამარჯვებული. ყელს და აჩვენებს, რომ შენზე ისეთი ძლიერი ვარ. რომ ესეც კი შემიძლია რომ გაგიგეთ და ეხლა არ ვიცი ამდენად სწორი კითხვა არის, მაგრამ მაინც ვიკითხავ ხშირ შემთხვევაში ალბათ
მეორე დამარცხებული არ ეცემა და არ გამოვბრუნვის, ხო? ხო, როგორც წესი. ხო, როგორც წესი, მაშინ თავდება ბრძოლა ეს გამარჯვებული შესაბამისად შესაბამის პოზას ღებულობს, ეს მარტო კისრის მიშვევა არ არის, მიშვე ანუ არის საუღლე ვენის ან ასე თქვა კისრის არტერიების ყველაზე ესეთი მოწყვლადი ადგილია საერთოდ ცხოველებისათვის, სწორედ მაგიტომ უშეს მარტო ეს არ არის ხოლმე, ხო, იქ სხვა პოზების მოყვება მაგალითად კუდის მდებარეობა, იქ ზედატუჩის მდგომარეობა როგორ არის ეს ყველაფერი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ყველაფერზე აჩვენებს იმას რომ აი მე ძლიერი ვარ მაგრამ ბოლომდე არ გაგანადგურებ ხო მაგრამ მე შენ გინდობ ხო რაც ადამიანებს ძალიან იშვიათად თუ ჩვევიათ ხოლმე როგორც ეს ხაროთ როდესაც აი ესეთი რა ქვია ესეთი ბრძოლები ესეთი აი ჩხუბი მაგალითად რაც არის ძალიან და ძალიან ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე რომელიც ხდება გლებს ესეთი არ ახასიათებთ. ხო აი გლებად ახასიათებთ შეიძლება ითქვას თუმცა ახაც არსებობს სხვა შეხედულებები და ხო ალბათ ჩვენ ვიტყვით ხოლმე ესეთ ადამიანზე რომელიც მაგას გაკეთებს რომ რაღაცა სულიერად თუ პიროვნულად მაღალ განვითარებული ადამიანია თუ მაგას გააკეთებს რა რომ აი ბოლომდე არ გაანადგურებს იმ თავის მოწინა ხო ესეა ძირითად შემთხვევაში შობილის აი რაინდი ხო ესეთი რომელიც დაცემოც არ რომელსაც აკეთებს ყველა მგელია ასე თქვა განსაკუთრებული ადამიანები სწორედ ამას გულისხმობდა ლორენცი რომ მოწყობა რომ ისეთი იყოს რომ უბრალოდ ვიქნებ და ფრანს დე ვალი როგორც თქვა პრიმატოლოგი როგორც ჩანს ცოტა ეწყინა პრიმატების მართლაც და ამიტომაც თავის მართლება შეეცადა პრიმატების პოზიცია რომ დაეგავებინა მაგაც ხდება ესეთი რაღაცეები და ესეთი აი ეგეთი ქსაქციელი ხარაც მგლების აღწერეთ სხვა ცხოველებში გვხდება აი სოციალურ ცხოველებში ძალიან იცით რა სხვადასხვანაირად გამოიხატება აი მაგალითად მაიმუნებში აი მაიმუნების გასილებით ახლა ძალიან საინტერესო მაიმუნებს განსაკუთრებით აი მაგალითად სხვადასხვა სახეობა სხვადასხვანაირი ესეთი აგრესიის დადგურვის სხვადასხვა გზა აქვთ ხოლმე მაგალითად ყველაზე ჩვენი ყველაზე უფრო უახლოესი ნათესავი რომელიც არის შიმპანზე ძალიან აგრესიული ცხოველია და მიუხედავად იმისა აი როგორც ფრანს დე ვალი რომელმაც ახლა გასილებით მეტი იცი შიმპანზეებზე ვიდრე ვინმე სხვა ალბათ და რომ ის აღწერდა ეს ძალიან ბევრ ფაქტებს, როდესაც მას შორისაც ხდებოდა ესეთი გარკვეული კოოპერაცია, მოლაპარაკება, თქვა აგრესიის ფონზე. და არიან, მაგრამ მიუხედავად იმისა, შიმპანზები ძალიან აგრესიულები არიან და მიუხედავად ამას ყველაფერს მათ საკუთარ ფიზიკურად ძლიერები არიან და გონებრივად ძალიან განვითარებულები არიან, ძალიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარ თან შეიძლება აქედან გამომდინარე კიდევაც ეს რთული საკითხია ესენი აგრესიულ თავისივე ჯგუფის წევრებზე არის ლაპარაკი ამ შემთხვევაში და არა თქვათ მოპოვებაზე და თქვათ იგივე აი მგელს ვერ ვიტყვით რომ თქვათ ეწოდება ირემი რომელიც მისი საკვები არა ეს არის ლაპარაკი მისივე სოციუმის წევრებთან დაკავშირებით მაგრამ აი ისევ რომ დაუბრუნდეთ პრიმატებს შიმპანზეების მეორე სახეობა ბონობო რომელიც პირიქით ნაკლები აგრესიით გამოირჩევა და მათ აქვთ განმუხტვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გზა ეს არის სექსუალური ქცევა ანუ როდესაც რაღაცა გარკვეულ აგზნებას მიაღწევს ისინი გავდებიან სექსით ასე რომ ორი უახლოესი ნათესავი და ძალიან აგრესიული ცხოველი შიმპანზე რომელმაც შეიძლება მკვლელობას ჩაიდინოს თავისივე ახლობელის მიმართ და ბონობო რომელიც ამას არასოდეს არ ჩადეს იმიტომ რომ თქვა განმოხტვის სხვა გზები არსებობს ასე რომ უამრავი სხვადასხვა საშუალებები არსებობს რა საინტერესოა და ისი რომ ტრედებიც რო ახსენეთ ანუ ტრედებში არის რომ სანამ არ მოკლავს თავის საკმაოდ აგრესიულები არიან ტრედები მაგრამ და არანებებს თავს არა როდესაც თუ გასაქცევი აქვს და გაიქცევა, კი, მაგრამ თუ გასაქცევი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით მთავრდება. ასეთ ეს მშვიდობის ფრინველები. სინამდვილეში. არც ისე მშვიდობიანები არიან. ხო, რა, კი. ნებისმიერი მტრედები, აი მაგალითად ესეთი იგივე თუნდაც ეს ვარდისფერი მტრედი. აი ჩვენთან თბილისში რაც არის. კი, ისინიც კი. ეხლა როდესაც ესე მშვიდად დადიან, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ესე მშვიდად იქცევიან. არის პერიოდები
როდესაც მას შორის ძალიან ესეთი სისხლისმღვრელი ბრძოლები იმართება ხოლმე. ეხლა როდესაც თავისუფლად არიან ეს უფრო ნაკლებად შესამჩნევია და გარდა ამისა ყოველთვის აქვს შესაძლებლობა რომ გაფრინდეს და წავიდეს, მაგრამ აი იგივე სიტუაცია ვოლიერში რო ავიღოთ მგლის ქცევა და თქვათ მტრედის ქცევა, ეს ორი უკიდურესი განსხვავებული არის. ძალიან ამაზე საუბრობდა ლორენცი და ამიტომაც მას ძალიან მოწონდა ეს მგლების ეს ქცევა. და მგლებთან თქვენ გაატარეთ ძალიან ბევრი წელი. პირველ რიგში გკითხავთ რატომ მგლები? იმიტომ რომ როდესაც პირველი მაინტერესებდა, როდესაც მაინტერესდა ცხოველები, მიყვარდა ცხოველები და შემდეგ უკვე ძალიან მაინტერესდა მათი ქცევა. და შესაბამისად სწორედ ერთ-ერთი საინტერესო, ყველა საინტერესო ცხოველი, რომელთანაც მუშაობა შეიძლებოდა და შესაძლებლობა ჰქონდა, სწორედ მგელი იყო და სწორედ ამიტომაც თან იყო ქართველი ადამიანი, იასონ პატრიცე, რომელიც ამით იყო დაკავებული, მგლების ქცევას სწავლობდა და მე მივედი მასთან და სწორედ დავიწყე მისი ხელმძღვანელობით მგლების შესწავლა. ამიტომ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობდა იმისათვის, ძალიან საინტერესო ცხოველები, მათი ქცევა საინტერესო, სოციალური ორგანიზაცია საინტერესოა, მათი ფუნქცია ბუნებაში, ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ ეს ყველაფერი განაპირობებდა იმას, რომ დამაინტერესა მგლებმა ამ ქცევიდან გამომდინარე. მოგვიყავით აი რომ მე ვიცი რომ რაღაც განსაკუთრებულები არიან კიდე იმითი რომ მაგალითად არიან მონოგამები, ხო? მონოგამები არიან. და აი როგორები არიან, აი რომ შეგვახედოთ რა, შიგნით რა ხდება, როდესაც ერთად არიან, როცა ხროვაში არიან ეს ლიდერი, როგორი ირჩევა და თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო ისტორია კიდე ერთი და ეგეც მოგვიყავით. კი ბატონო, რო საერთოდ როდესაც იქმნება ძირითადად ეს ჯგუფი, ისინი ოჯახებად ცხოვრობენ, მონოგამური ცხოველები არიან, დედა, მამა, ასე ვთქვათ და მათი შვილები სხვადასხვა უფრო ერთწლიანები და უფრო პატარები. ეს არის ის ოჯახი, რომლისაგანაც შედგება და მათი ასე ვთქვათ ზომა დამოკიდებული არის ხოლმე სწორედ იმის გადარჩენილი ლეკვების რაოდენობაზე, რამდენი ლეკვი გაიზრდება. მაგრამ გარდა ამისა არის ძალიან საინტერესო ფენომენი, როდესაც მაგალითად მარტო დარჩენილი მგელი ეს ჯერ აღწერა პირველ მოუვეტმა მის ძალიან საინტერესო წიგნში ნუ იყვირებ მგელი აღწერა როგორ მივიდა მგელი როგორც ცხოვრობდა მგლების ხროვაში ვიღაცა სხვა მგელი რომელსაც მოუვეტმა და არქვა ბიძი ალბერტი რომელიც ერთ-ერთი მისი მნიშვნელოვანი საქმე იყო ეს იყო ლეკვების მოვლა მაგრამ თქვათ ეს მოუვეტმა ეს აღწერა მაგრამ აი ჩვენ თბილისის ზოოპარკში ქონდა ასევე შემთხვევა როდესაც ერთმა მგელმა იმშობიარა და მოხუცი ასაკოვანი მდედრი მგელი როგორ უვლიდა მის ლეკვებს ანუ მიეკედლა ხროვას რომ უცხო იყო ეს და უვლიდა მის ლეკვებს ანუ როდესაც დედა გადიოდა ეს მიდიოდა ლეკვებთან და ყურადღებას აქცევდა ზოგადად აი ესეთი საინტერესო ქცევა ახასიათებთ ნუ ეს სოციალური ცხოველები არიან და შესაბამისად მათთვის მათი გადარჩენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ესეთი გუნდური მოქმედება ისინი გუნდურები არიან ყველა შემთხვევაში თქვათ ანუ სოციალურები ხო როდესაც ნადირობენ როდესაც თავს იცავენ როდესაც ლეკვებს დიან ეს ყველაფერი ეს მათთვის ჯგუფისაგან აი ის დამახასიათებელია რომ აი მაგალითად ნადირობის ქცევა რო ავიღოთ ხო მაგალითად აი კატა ხო ვისაც კატა ყავს ყველა მიცის რომ კატა ნადირობა იცის ყოველთვის ასწავლი თუ არა აი მგელმა ნადირობა არ იცის რომ დაიბადება მას უნდა ასწავლოს დედამ სხვა შემთხვევაში დედა მამამ ოჯახის რომელიმე წევრმა ან თუნდაც უფროსმა ძმამ ასე თქვა სხვა შემთხვევაში ის ნადირობას ვერ სწავლობს და ამიტომაც სწორედ ეს არის სოციალური ცხოველებისთვის ასე თქვა სისუსტეც და პრიორიტეტი ხდება მაშინ როდესაც უკვე შეუძლიათ თქვა ერთი ოჯახის რომელიმე წევრის დაღუპვის შედეგად სხვა ოჯახებს შეუძლია ამ მიმართულებით ჩაანაცვლონ და შემდეგ ასე თქვა ის ხროვა მაინც გადარჩეს, განვითარდეს და ასე შემდეგ, ასე რომ ძალიან რთული და საინტერესო ქცევა აქვს. აი დაახლოებით აქედანო იყო ეს ეპიზოდი, როდესაც თქვენ შევთქვით, ჩვენს ესეთი სიტუაცია ქონდა, როდესაც ერთმა ძუმგელმა იმშობიარა, ეს უკვე სხვა სიტუაცია იყო, უფრო ადრე და მეორემ წაართვა. ლეკვი და ზრდიდა და ამის შემდეგ ის ყოველთვის ცდილობდა რომ დაესაჯა დედა ეს დები იყვნენ თან ასე თქვა დეიდამ წაართვა დედას ლეკვები და თვითონ ზრდიდა მას დაეწყო ლაქტაცია ის ჩვეულებრივად ზრდიდა ისე რომ არ უმშობიარია არა
ესეც ხდება ხოლმე ბლებში. და შემდეგ უკვე მაგრამ დედა ყოველთვის ცდილობდა რომ დაბრუნებულიყო თავის ლეკორს, ეს ყოველთვის ასე ვთქვათ სჯიდა, მაგრამ ეს არასოდეს არ მიდიოდა სისხლის ღრამდე, ეს მიიყვანდა იმ დონემდე რომ ის უკვე დამორჩილების პოზას ღებულობდა და ასე ერთ-ერთ ასეთ სიტუაციაში ეს ინსტინქტურად მე გამოვწიე ეს ასე ვთქვათ დეიდამ გელი, რომელსაც ხეშკე ერქვა. ხეშკე. გამოვწიე აქედან, მას ეს ძალიან არ მოეწონა, მე ჩავერიე მათ ქცევაში და ასე რომ შემომიტრიალდა მე, მაგრამ ამავე დროს, თქვათ, იყო ხვადი მგელი იქვე, რომელსაც ცოტა უცნაური სახელი ერქვა, ვირთხა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დავეცვი მე და შესაბამისად ჩაერია ისიც იმაში და მას თავისი ადგილი არ ფაქტიურად ესე ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო. ნუ რა თქმა უნდა, გარკვეული დაზიანებები მივიღე, მაგრამ სერიოზული არაფერი ისევ ვირთხას წყალობით. სწორედ. ვირთხარ ვერ ყოფილიყო? ვირთხარ ვერ ყოფილიყო, არ ვიცი. არ ვიცი. რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა, შეიძლება გადარჩენილიყავი, მაგრამ გაცილებით უფრო რთულად, იმიტომ რაღაც მომენტში წონასწორობას კარგავდი უკვე ვცნობდი და აი სწორედ ამ შემთხვევაში ამ დროს უკვე ჩაერია ვირთხა, რომელმაც პირით, ასე ვთქვათ, ქეჩოში ტაცა პირი და ასე ვთქვათ, თავი დაადებინა მიწაზე. და ეს იყო მომენტი, როდესაც შევძელი უკვე გასწორება და გამოვარდნა გარეთ. და რატო დაგიცვათ ვირთხა? ვიცი, მე ფაქტურად ხო, ფაქტურად ესენი ჩვენ მათთან ერთად ცხოვრობდით, დაგვყავდა, თქვათ, ველზეც მიყვავდა, ვოლიეშიც მათთან ერთად ვიყავით, როცა გასულები ვიყავით, მაშინაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ფაქტურად ესენი თვლიდნენ, რომ ჩვენ მათი ახლობლები ვიყავით, თუ უშუალო ხროვის წევრები არა. ხო, აი ეს ნომერი, ეგ აღქმა აქვთ, რომ აი როგორც, მაგრამ პატრონად არ ჩაგთვლიან, ხო, როგორც ძაღლი. არ ჩაგთვლიან ისე, რომ ნუ ახლა ძაღლი იგივე მგელია, ახლა ძაღლი რა თვლის კიდე, მე მგონი ძაღლს რო კითხოთ უფრო ის არის პატრონი. თუ ვინ არის ის, რომელიც ჩვენზე ანუ კი, ჩემი ძაღლი, აი ამ ხელა ძაღლი. რომელიც ჩვენზე ზრუნავენ რაღაცა რა და ახლა შეიძლება მშობლიური დამოკიდებულება იყოს და არა ესე თქვათ მონური. გაჩნია როგორ შეხედავ ამას. თუმცა ძალიან არ მომწონს ეს შედარება, რომ აი ძაღლი, როდესაც გეკონტაქტება, რატომღაც ითვლება, რომ ეს დამორჩილების არის. ძალიან ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ესე. ჩემომშვენია, რომ ქალბატონებო, ჩვენ ქალებმა ვიცით, რომ სილამაზის ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ტრენდი შემოდის და გადის. თუმცა, საბედნიეროდ არსებობს ისეთი ბრენდები, როგორიც არის კოდალი, ფრანგული ბრენდი, რომელიც 1993 წლიდან უკვე არის ბაზარზე და ვაზის ციფცისგან დამზადებულ ტანის და სახის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრენდი ითვლება სუფთა ბრენდებად, რაც გულისხმობს, რაც ეძახიან უბრალოდ clean beauty-ს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის არ იყენებს ისეთ ნივთიერებებს, ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიც არის პარაბენები ან ზეთები, ძირითადად 97% დაფუძნებულია ორგანულ სუფთა პროდუქტზე. მე მაქვს ჩემი საყვარელი პროდუქტები, მაგალითად შრატი, რომელიც შეიცავს ნიაცინამიდს, რომელიც აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ასევე ჰიალურონის მჟავას, რომელიც ატენიანებს საკმაოდ ხმად ჩვენს კანს. ასევე საცხი, რომელსაც ვიყენებ, მე ვიყენებ კომბინირებული კანისთვის, მაგრამ არის აბსოლუტურად ყველა კანისთვის შესაფერისი, ებრძვის ნაოჭებს, კანი მოყავს ერთ ფერში და სტრუქტურაც ერთგვაროვანი ხდება და ვიყენებ ასევე თვალის და ტუჩის საცხებს. თვალის საცხი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქვს ესეთი მეტალის თავაკი, რომელიც ესე შეშუპებულ თვალებს საკმაოდ აცოცხლებს და შეშუპებასაც ხსნის. სამივე პროდუქტის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ, გაიცნოთ და შეიძინოთ. რისი კითხვა მინდოდა? რა მომენტში, აი, რა მომენტში ინადირებს, როცა შია, როცა შია მხოლოდ. სხვა შემთხვევაში თავს არ ესხმის? არა. არა, ისე არ არის. ის როცა ანადიროთ გამოდის, იცით როგორ არის, ის ფაქტიურად ყოველდღე გამოდის ანადიროთ, სანამ არ მოიპოვებს მსხვერპლს. როდესაც მოიპოვებს, იმის და მიხედვით თუ ეს მსხვერპლი რა არის და რამდენი ხანი შეიძლება მათ გამოყვებოთ, იმ პერიოდში აღარ ნადირობს. აი ეს არა მარტო მგლისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ნებისმიერი მტაცებლისთვის დამახასიათებელი. აი მაგალითად თუ აფრიკაში იმოგზაურებთ, ესეთ მათ ეს აქვია ამასაც მრავალსახეობრივი თანასაზოგადოება, სადაც ძალიან ბევრი სახეობები ერთად ცხოვრობენ, შეიძლება წააწყდეთ ესეთ სურათს, როდესაც ანტილოპების ჯოგთან შვიდად ძინავს ლომს ან აფთარს. და ისინი არც ნადირობენ და ესენი ძალიან მშვიდად არიან მათ. მხოლოდ მანამდე, სანამ ლომები ნადირობას დაიწყებენ.
როცა ნადირობას დაიწყებენ, უკვე ყველა მიცის, რომ ვიღაცა სანადიროდ გამოვიდა. ეს კარგად არის გამოხატული ამ მტაცებელი. ნებისმიერი ნადირობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ხო? ეხლა კი ჩვენ ვიცით, მტაცებლები, რა თქმა უნდა, მტაცებლები საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ ასე ვთქვათ, მათი მსხვერპლი ვითარდებოდა იმისათვის, რომ მტაცებლისაგან თავი დაეღწია, ხო? ამიტომ ეს იყო, ვთქვათ, გარკვეული შეჯიბრი ევოლუციის პროცესში, როდესაც მტაცებელი და მისი მსხვერპლი ვითარდებოდა ეს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ორივე ვითარდებოდა, ხო? ერთი თავდაცვისათვის, მეორე იმისათვის, რომ მოეპოვებინა მსხვერპლი, ასე რომ ძალიან არის შემთხვევები, როდესაც ძალიან ტრაგიკულად შეიძლება დამთავრდეს მტაცებლისათვის მისი ნადირობა. ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი ენერგეტიკული დანახარჯი, რადგანაც გარეული ცხოველები, სლიქოსნები იქნებიან თუ ვინ იქნებიან, ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, სწრაფად დარბიან, შეუძლიათ თავი კარგად დაიცვან, ასე რომ ენერგეტიკული დანახარჯი ძალიან დიდია. ამიტომ შეიძლება აი როდესაც მოინადირებს მაგალითად აი ლომი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვერდზე უწევს და აი მძიმედ სუნთქავს ასე მონადირს თავის ლეშს ესე ვთქვათ ხო როდესაც აი სხვას დარაჯობს თავის ნადავლს დარაჯობს მაგრამ ამ დროს ეს ძალიან ესეთი მძიმედ სუნთქავს იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ენერგია დახარჯა ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომაც ის ყოველ წუთში ასე ვთქვათ ვიღაცის მოსაკლავად არ გარბის ის მოიპოვებს შესაბამისად სანამ მას ჭირდება აქვს ეს საკვები მანამდე ის ძალიან მშვიდად არის თუ რა თქმა უნდა ხა ძალიან მიუახლოვდეთ იქ და ჩვენ დავარღვიეთ გარკვეული წესები რაც მათ ახასიათებთ და მან შეიძლება გამოიწვიოს თავდასხმა მაგრამ შეგეძლიათ აი ისევე ლომს ჩაუვაროთ გვერდზე გელს ჩაუვაროთ ისე რომ შეიძლება დაინახავთ საერთოდ ამის გარანტიას მოგცემ ძალიან ხშირ შემთხვევაში თუ დღეში გაგილე შეიძლება ყოფილა კიდევ ას გვერდზე და ვერ შეგიმჩნევიათ ეხლა ასე რომ ესენი მშვიდად ყველაფერს ამას უყურებენ მანამდე სანამ ამისი აუცილებლობა არ დადგება ხო ანუ აუცილებლობა შეიძლება იყოს შიმშილთან ერთად მაგალითად ის რომ ტერიტორიას იცავს იცავს თავისი სახეობისაგან და არა სხვა სახეობებისაგან აქ ძალიან დიდი განსხვავება აქვს მაგალითად ტერიტორიას ადამიანისგან ადამიანისგან ტერიტორიას არ იცავს. ტერიტორიას იცავს მგლისაგან. მათ აქვს ტერიტორიას, ნიშნავენ თავიანთ ტერიტორიას და ეს არის აი ძალიან კაცრი საზღვრები, რომელიც მეორე ოჯახის მიერ გადალახვა ძალიან რთული საქმეა და ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგრამ აქ კიდევ ერთ საინტერესო ფენომენი აღმოჩნდა, ეს არის ამერიკელი მეცნიერი დევიდ მეკი, რომელიც მგლებზე მუშაობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, კორიფეთ ითვლება მგლებში. მან აღმოაჩინა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ზონები, ან როგორც მას დაარქვა რანდევუ საიტები, ანუ ადგილები, სადაც სხვადასხვა ხროვის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. იქ საუბრობენ, როგორ საუბრობენ, უკვე ვეღარ დღეს ბევრი მოინადირე. ხო, რაღაცები ასე რომ ამიტომ ეს ტერიტორიის დაცვა თავისი სახეობისაგან, აი იგივე ტერიტორიაზე, მაგალითად, როდესაც იგივე აფრიკაზე რომ ვისაუბროთ, ხო, მტაცებლები, ლეოპარდს, გეპარდს და ლომს ერთ-ეგივე ტერიტორიაზე შეიძლება ცხოვრობდეს, თუმცა ის სხვა ლომს არ მიუშვებს იქ. მიუშვებს. ნუ არის ასე ვთქვათ, კიდევ ესეთ ძალიან საინტერესო ურთიერთობები ლომებსა და აფთრებს შორის, რომლებიც ხო, მან რა ხდება? ნუ ასე ამ შემთხვევაში ისიც რა ისინი ყოველთვის ცდილობენ, აქ არის არა ტერიტორიაზე საუბარი, არამედ უფრო ნადავლის გაყოფაზე აქაც აფთრებთან? ხო, იმიტომ აფთრები ძალიან აქტიური მონადირეები არიან და თქვა ჩვენ კი ცოტა ესე უყურებთ აფთრებს, მაგრამ მეფე ლომიდან გამომდინარე ცოტა აგრესია გვაქვს ალბათ აფთრებზე. ხო, კი, მეფე ლომა ნამდვილად. თუმცა ის თქვა რაც არის აღწერილი, თქვა შეიძლება ითქვას, რომ რეალობა გააჩნია საიდან შევხედავთ. მას ახლა აფთრების მხრიდან რო დაერახათ, ხათა სხვანაირად გამოვიდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ასე თქვა იმ შემთხვევაში წარმოიქმნება ესეთი, როდესაც მსხვერპლის რაოდენობა გლებულობს, როცა მსხვერპლის რაოდენობა საკმარისი არანაირი კონფლიქტი არ არის მათ შორისაც. აი ეგ არის დიდი მე მაგაზე გადავალ დიდი განსხვავება ადამიანებსა და ცხოველებს შორის რომ ეგეთი თანაცხოვრება შეუძლიათ თუ საკმარისად არის რესურსი ესე ვთქვათ თუ რესურსი არის მას ზედმეტი ტერიტორია არაფერში არ ჭირდება ადამიანისგან განსხვავებით ადამიანს ტერიტორია უნდა იმის და მიუხედავად არის რესურსი აქვს რესურსი არ აქვს რესურსი და ხშირ შემთხვევაში მე მგონი არც იცის რატო უნდა ესათვის ტერიტორია ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება და აი ეს დამოკიდებულებას გულისხმობდა ისევ ლორენცო დაუბრუნდა
დაუბრუნდეთ ამას. აფთრებზე გითხავთ დავასტურებ თუ შეიძლება ესეთი რაღაც დავიკითხე ერთხელ რომ აფთრებში არიან მდედრები არიან ხროვის მთავარი ხო მატრიარქატია და ერთ-ერთი ძალიან გაოცება იყო რომ პირველად რო ეგრე მე მგონი დოკუმენტურ ფილმს უყურე სადაც აჩვენეს ეს არიან ცხოველები რომლებშიც მატრიარქატი არის ეს არის აფთრები ყველა აფთრები ზოლებიანი აფთარი ჯგუფებად არ ცხოვრობს, ხალებიანი აფთარი ეს ჯგუფებად ჯგუფებს ქმნიან და არა მარტო თქვათ ესეთი ფიზიკურათაც ოდნა უფრო დიდია დედრი. მაგ ძალიან საინტერესოა ზოგადად აფთრებს რომ მათი სასქესო ორგანოები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან ვიზუალურად. თუმცა ფიზიოლოგიურად განსხვავდება. ვიზუალურად ვერ გაარჩევ. ვერ გაარჩევ. თან დრო ხო იქ აჩვენეს ზუსტად და თან იძახდა რომ დედრი იყო და მეთქი რა ხდება? პატარა განსხვავებები არის რომელსაც ჩვენ ვიყენებთ როდესაც სქესის იდენტიფიკაციას ვახდეთ, მაგრამ არც ისე უტყუარია ხოლმე. ძალიან რთულია დაადგინა. და აფრიკაში იყო ესეთი აზრი რომ თქვა იქ აფთარს სქესის შესვლა შეუძლია, იმიტომ რომ ხედავდნენ მორფოლოგიურად ის მამრობით ის მას გავს. ასე თქვა მდედრობით ის სასქესო ორგანო, მამრობის სასქესო ორგანოს გავს, რაც ძალიან დიდ იმას იწვევს გაკვირებას და ნუ შეამჩნევდნენ რომ თქვა აი მას დაუყრია ლეკვები და გონიათ რომ მამრმა დაყარა ლეკვები. ეს რატო როგორც ჩანს ეს გამოყენებული არის იერარქიაში, თუმცა აი კონკრეტულად უფრო ზუსტად რა იყო, როგორ იყო ჯერ კიდევ არ ვიცი. ხო აი ბუნა მეკითხა რომ რა წყვეტს რომ მატრიარქატი იქნება თუ პატრიარქატი, ანუ ბუნებაში ეგ როგორ შეიძლება რომ გადაწყდეს. ისეთ რა ეს არის ევოლუციის შედეგად ყალიბდება როგორც, თუმცა ესეთი ზუსტად როგორ ყალიბდება და რა ყალიბდება, არ ვიცი. აი მგლებში ისე ახაც მგლები გამონაკლისები არიან. მათში შეიძლება იყოს ერთიც და მეორეც. მართლა? წინამძღოლი შეიძლება იყოს მდედრიც და შეიძლება იყოს მამრიც. განსაკუთრებით აი როდესაც მაგალითად აი ჩრდილოეთის როცა ერთიანდებიან ეს სხვადასხვა ჯგუფებისაგან და დიდი ხროვა იქნება, აი ამასე შემთხვევაში არის ლიდერი ის, რომელიცაც ყველაზე უფრო კარგად აქვს გამოხატული ლიდერის თვისებები, ასე ვთქვათ. და შეიძლება იყოს მდედრი. იმისა, ასე რომ გლები გაცლებით რომ დემოკრატები არიან, ვიდრე თუნდაც აფთრები. იქ მატრიარქატია, ისევე აი აფრიკული ძაღლებიც, რომლებიც ძალიან დიდი, იქაც მატრიარქატია. ძაღლებში? კი, აფრიკული მოხატული ძაღლები. ანუ ადრე აფთრისებულ ძაღლებს ვარობდით ამ ტერმინს, თუმცა მე გადაწყვეტილება იყო მიღებული, ცუდი სახელია ეს. ამიტომ დაარქვეს ესეთი აფრიკული მოხატული ძაღლები ან აფრიკული მოხატული მგლები. მათაც მატრიარქატი აქვთ. ხო, ძალიან საინტერესო. ეხლა ჩვენ რო ვახსენებთ აფრიკა და იქ ნანახი მაქვს, რომ არის რაღაც დაცული ტერიტორიები, სადაც სპეციალური რაღაც მანქანით შედიან ადამიანები და აკვირდებიან ამ ცხოველებს, თუ გაუმართლად დაინახავენ, თუ გაუმართლად ვერ დაინახავენ. და იყო ეგეთი შემთხვევა, მოგონი ცოტა ხნის წინ იყო, რომ ლომმა მოიტაცა ადამიანი რა, რაღაცა მანქანიდან მოიტაცა. რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს აი მსგავსი საქციელი ადამიანის მხრიდან, რომ საერთოდ მათ ტერიტორიაზე ეგრე შევიდეს. ისეთ რა როგორც წესი, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ლომებს გულისხმობ და ზოგადად დაცემლებს. ამიტომ როდესაც რა თქმა უნდა გარკვეული შეწუხება აქ არის, მაგრამ თუ წესები დაცული იქნება, ხო, მაშინ ისინი საკმაოდ მშვიდად არიან. გარდა ამისა, მათთვის დაცემლებისათვის ეს არის ზოგადად ცხოველებისათვის ეს არის ახმული როგორც ასე ვთქვათ ჩვეულებრივი მოვლენა და დღეისათვის არანაირი ასე ვთქვათ პრობლემას არ წარმოადგენს. მიეჩვიან უბრალოდ. კი, მიეჩვიან იმ შემთხვევაში, აი ის როგორ არის, თუ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს მათთვის, მაშინ ისინი ყურადღებას არ აქცევენ. უბრალოდ იმდენად იგნორირებას გიკეთებენ, რომ ხანდახან ის არის შეურაცხყოფელი არის. აი მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც გორონგოროს კრატერში ვიყავით და როდესაც ლომი მოვიდა და ჩვენი მანქანის საბურავს, უკანა საბურავს, ესე შემოეხვია და შემდეგ კიდევ ერთი სამი ძულომი ადგა და მიუწვა მას. იმიტომ ერთადერთი ჩრდილი იყო სწორედ ის, რაც მანქანიდან გამოდიოდა და სანამ არ გაიღვიძეს, იზოლებული ვიყავით, ესე დავლოდებოდით, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მოსაწყენი იყო. ხო, ნუ აკვირდებოდი უამრავი რაღაცები ხდებოდა, ხო. ასე რომ ესეთი დამოკიდებულება აქვთ. არის ადგილები, სადაც აი, როდესაც ისინი ხედავენ, აი თუ აქ დაემატება კიდევ, თქვათ, საფრთხე, ხო, როდესაც აი, საფრთხე შეიძლება მაგ დროს იყოს. აი, მაგალითად ვიღაცა ესროლოს. ხო.
აი აქ უკვე გართულდება ხოლმე, ისინი ძალიან ადვილად სწავლობენ ამას ყველაფერს და შესაბამისად, სწორედ აი როდესაც ტურიზმი და თქვათ ნადირობის გადაკვეთა ხდება ერთდროულად, ასე შემთხვევაში ესეთი იდილიური იმის წარმოქმნა შეუძლებელია და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება სახიფათოც იყოს, იმიტომ რომ გააჩნია ცხოველს, რომელსაც შეიძლება აქტიურად დაიცვას თავი, მაგრამ თუ ის დარწმუნებულია, რომ ის შენ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ და ისიც იცის, რომ ჯობია რომ არ შეგჭამოს. ჯობია რომ არ შეგჭამოს? რატო იცის ეგ? ჯერ ერთი რომ რთული მოსაპოვებელია და მეორე ძალიან კარგად იცის, რომ ამას გარკვეული გართულებები მოყვება ყველაფერს. მათ გაცილებით უფრო მეტად, რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი და უფრო მეტი კითხვები ისმება. რაც უცნაურიც არ უნდა იყოს, აი როგორ ხდება, რა ხდება და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ აი და ეს ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მეც მithkoms, რომ მტაცებელია, არ იცი რა გადაუტრიალდება თავში და რა მოხდება. ეს სწორი განმარტება შეიძლება იყოს მტაცებელი ცხოველის? არა. არა, ისიც როგორ არის ყველა შემთხვევაში, როდესაც მტაცებელია ძალიან იშვიათად თავს არ ესხმის ადამიანს. თავს ესხმის მაშინ იმ შემთხვევაში, როდესაც არაადეკვატურად ვიქცევით ჩვენ. ეს ყველა აი განსაკუთრებით ეს ძალიან თვალშისაცემია, როდესაც აი ტყვეობაში ან ზოოპარკებში, როდესაც მუშაობ ცხოველებთან, თუ ჩვენ მოვიქეცით აბსოლუტურად კორექტულად, ის თავს არ გვესხმის. მაგრამ თუ რაიმე დავაშავეთ, აი როგორც მაგალითად იმ ისტორიაში, როდესაც ჩავერიეთ ან რაღაცა, მაშინ ეს ხდება. ბუნებაში მით უმეტეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მოპოვება. არის მოპოვება, მოკლამ ასე ვთქვათ. რა შეიძლება გამოიწვიოს ასე, რომ ისინი ადამიანს არ ერჩიან. თუ სხვა გამოსავალი არსებობს, ეს არაპროვოცირებული თავდასხმა, ეს არაპროვოცირებული თავდასხმა არის ძალიან იშვიათი და როგორც წესი არის, თუმცა ახლა იმას ვერ უარყოფთ, რომ თქვათ არსებობს კაცჭამიობა, ხო იგივე ლეოპარდებში, ლომებში, თუმცა აქაც გარკვეული მიზეზები არსებობს, თუ რატო გახდა ესა თუ ის ცხოველი კაცჭამია. ესეც როგორც წესი ადამიანი არის ხოლმე წინაპირობა ამისათვის. შეაწუხა ჩაერია ისე დონეზე ალბათ, რომ და მეორე თუ მას ცხოველს გასაქცევი არა აქვს, ის აუცილებლად გადმოვა შეტევაზე. ასე რომ ჩვენ უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ ცხოველთან და როცა ცხოველთან ჩვენ მუშაობთ ესეთი მჭიდრო კონტაქტში, ახლო კონტაქტში, ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ მისი ქცევა და ჩვენ უნდა ყოველთვის მივყვეთ მას. არასოდეს არ უნდა ვეცადოთ, რომ თქვა მან გააკეთოს ის, რაც ჩვენ გვინდა, არა, ჩვენ უნდა მივყვეთ, მოიქცეთ ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ, იმიტომ რომ ისინი გაცილებით უფრო ძლიერები არიან, ასე რომ ძლიერთან ცოტა უფრო ისე ფრთხილად უნდა ვიყოთ. კი, გულწრფელად გეტყვით, რომ მე მაგალითად არ ვიცი მაგას გავაკეთებ თუ არა, იმდენად მინდა შეიძლება ველურ ბუნებაში მათი ნახვა, მაგრამ ჩემში შიგნით არის ის, რომ მე მაგალითად აი ეგეთი ტურიზმი რო შედიან და მათ ტერიტორიაზე ხვდებიან და ადამიანები დადიან მანქანით, მე პირადად არ მივესალმები. მაინც მგონია მათ სამყაროში ჩარევა, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება თუ ცნობის მოყვარეობა დავიკმაყოფილოთ. იცით როგორ არის? ჩვენ არ ვერევით მათ სამყაროში, ჩვენი სამყაროც არის. ჩვენ ყველა ერთად ცხოვრობთ იმ სამყაროში. ხა ფერის და მიუხედავად, ხა ზოგ შემთხვევაში ფერი ემთხვევა, ზოგ შემთხვევაში არ ემთხვევა, იმიტომ რომ იქ მაგალითად ლომების გვერდზე ცხოვრობდნენ ადამიანებიც, რომლებიც ასე რომ ეს არის თანაცხოვრება, ეს არ არის ჩარევა. ჩარევა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მაგალითად უკვე რაღაც манипуляციების დავიწყებთ. როცა მიდიხარ, ათვალიერებ და თქვათ ცდილობ ხახაში შეუვარდე ლომს მაინც და მაინც ნახო და შენ იცავი წესებს, რა წესებიც მიღებულია, ეს მაგას მეორე მხარეც აქვს. აი ძალიან ესეც საინტერესო ნათქვამია, არის ესეთი აფრიკელი ეკოლოგი იყო ბაბა დიომი, რომელსაც თქვა, რომ ჩვენ გვეშინია იმისი, რაც არ ვიცით. ესეც არის ნამდვილად, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენ ასე ვთქვათ თანამოსახლეებს. თანამოსახლეებს, კი ბატონო. შემდეგ კითხვა მაქვს ესეთი, რომ თქვენი აზრით რა განასხვავებს ადამიანს ყველაზე მეტად ცხოველისგან? ძალიან რთული საკითხია და მე მგონი უამრავი განმარტება არსებობს ადამიანისა და იმის განსხვავება, მაგრამ არ ვიცი საბოლოოდ მაგალითად ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია სად გადის ეს ზღვარი, ხო? როდესაც აი მაგალითად ერთი შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ თუთიყუშები გადასარევად საუბრობენ, ასევე მაგალითად მე და ჩემი კატა მიუხედავად იმისა ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე
და თქვა ველაპარაკები და ისიც პასუხობს და ეს არ ნიშნავს რომ თქვა რაღაცა ну გამოთქვა არსებობს ის თქვენს გამოთქვა თუ კატას ელაპარაკები ჯერ კიდე არაფერია მაგრამ თუ კატა პასუხს ხსევს უკვე ძალიან საფრთხეთო წაკრება არა რეალურად ისინი ჩვენ ველაპარაკებიან თორემ ჩვენ გავუგოთ ეს ყველაფერი ხო გვესმოდეს ისინი არ ნიშნავს რომ ეს ადამიანის ენაზე ლაპარაკობენ ისინი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ ძალიან კარგად ვაგებინებენ რა უნდათ ყველაფერი ასე რომ აი საბოლოოდ სად გადის და რა განაპირობებს ადამიანობას არ ვიცით აი მაგალითად იგივე სპილოებში და შიმპანზეებში აღმოჩენილი იქნა ბოლო პერიოდში თქვათ ასევე რელიგიის ჩანასახები ხო რომლებიც ასე ძალიან საინტერესო ფენომენი იყო რომელიც ითვლებოდა რომ ეს მხოლოდ ადამიანს ჰქონდა აღმოჩნდა რომ ეგრე არ არის მაგალითად როგორ აი მაგალითად სპილოებს მაგალითად აქვთ გარკვეული რიტუალები როდესაც ამ რიტუალებს იცავენ მაგალითად იგივე გამრავლების პერიოდში ასევე როდესაც ცხოველი იღუპება და უამრავი ბევრი სხვადასხვა რაღაცებია რომელიც ეს რაღაც უცნაურ რიტუალებს ჩადიან აი რაც შეეხება შიმპანზებს ისინი პირდაპირ შეიძლება თქვა ქვებისგან აწყობენ რაღაც გარკვეულ სალოცავებს და სადაც მიაქვთ ქვები და ალაგებენ რაღაცეებს ეს არის ნუ ხო ვერ იტყვი რომ ეს ასე თქვა რელიგია მაგრამ ის ითვლება რომ ეს რაღაც გარკვეული ჩანასახები არის თუმცა ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს სადამდე მიდის როგორ მიდის და რა არის იმიტომ ძალიან ბევრი რამე ჯერ კიდე უცნობია და სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამეს უკვე ვეღარც გავიგებთ ასე ჩვენი არა სწორი ჩარევების შედეგად კი, ვანადგურებთ. ია, განაიზმის გამო რომ განადგურება ესეც თქვათ ადამიანის აგრესიის ერთ-ერთი დამახასიათებელი, ხო? ისე რომ დაუბრუნდეთ თქვათ ეს დასაწყისი. ეს მგონია რომ აი ადამიანს აქ წარმოადგენენ. ახლა მეც რომ ვილაპარაკი ადამიანებთან რა რაღაც ესეთი ყველა ამბობს ხოლმე რომ ადამიანი არის უმაღლესი ქმნილება ამ დედამიწაზე და აი უმაღლესი ამაზე იქით. ადამიანს გონია რომ ხო, ამაზე იქით ჩვენ არ ვიცით რა არის და მე მყავდა ერთი სტუმარი ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი რომელიც გარდაიცვალა სამწუხაროდ და მასთან საუბარი ესე არაკამერების წინ მქონდა და ის ამბობდა რომ აი რანაირად შეიძლება ნანახი გაქვს მაგალითად მითხრა ერთხელ ნანახი გაქვს როგორ ქსოვს ობობა თავის ქსელს როგორი სიმეტრია როგორი დაცულია ყველაფერი რატო ვარ მე მაგალითად მეტი იმ ანუ რა უნარი მაქვს მეტი ხო ესე ვთქვათ რა ის თავის სახეობაში ხო შეიძლება ზეგანვითარებულია ხო ესე ვთქვათ რა და ის რასაც აკეთებს მე შეიძლება ვერ ვაკეთებდი მე ხო ქსელს ვერ მოგხსოვ ვერასდროს ეს არის ადამიანის დამახასიათებელი თვისება რომელიც ხარამდენად შეესაბამება სიმართლეს მე მგონი რომ არა იმიტომ რომ ადამიანი მან ჩათვალა რომ ეს ეკოსისტემიდან გარეთ გავიდა და მას შეუძლია მოდიფიკაცია გაკეთოს ეს მოდიფიკაცია რა გამოიწვია და როგორ გამოიწვია აქ უკვე ძალიან ცხადად ჩანს ხო ეს ყველაფერი რაც არის ასე რომ თქვათ მაინც ვერ მოახერხა ადამიანმა ახლა რა შეეხება ყველაზე სრულყოფილ ქმნილებას მე მგონია რომ სხვა ცხოველების ისევე თვლიან თავის თავს ყველაზე უფრო სრულყოფილ ძალიან საინტერესო მოთხრობაა კარელ ჩაპეკის კატის თვალსაზრისით დავიკითხო ხო წაიკითხე და იქ მიხვდებით ვინ არის სრულყოფილი და რა როლი გვიკავია ჩვენ კატების ცხოვრებაში ისინი მართლა ზე განვითარებული ცხოველი რაღაცნაირი ცხოველები არიან კატები რა არ ვიცი რაცა გრძნობიარები მე მახსოვს არ დამოიწყება ჩემ მეგობარს ყავდა კატა და ერთხელ ამ ჩემ მეგობართან დავჭი და უცებ თვალებს ვახელ და აი აქ მიზის და მიყურებს ესე. გავიდან ძალიან შემეშინდა რა, მაგრამ მე მივხვდი მე რა გაკეთა ისეთ ესე. ახტა, ანუ გადამახტა და აქეთ დაწოლ. შეეძლო მოეარა და ისე დაწოლილიყო აქეთ მხარეს. მაგრამ მე მაგით მივხვდი ვიგზენი რომ დამანახა რომ მის სამფლობელოში ვარ ესე ვთქვათ რა და ის ამთავარი და მე ვარ მე და ყველა დანარჩენი. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად მართლა მე არ ვთვლი რომ ადამიანი არის ყველაზე სრულყოფილი არსება და ადამიანი არის ის არსება რომელსაც უნდა მართოს ყველაფერი, არა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მათთან ერთად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ჩვენ ვიცოდით ეს როდესაც მაგრამ შემდეგ გამოვედით სისტემიდან ნაწილობრივ დავშორდით სისტემას და შესაბამისად ამან გამოიწვია უკვე ძალიან ბევრი პრობლემები. მაგრამ ამან გამოიწვია განვითარებას, რა თქმა უნდა, მაგრამ განვითარებას თავისთავად მოყვა პრობლემებიც და სწორედ აი ერთ-ერთი ისეთი რომელიც შეიძლება პირდაპირ ქცევასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ეს ზოონოზური დაავადებები, რომლებიც პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, ხო? ეს რატო ხდება ეს დაავადებები, ხო? ეს იმიტომ რომ იმდენად შემცირდა გარეული ცხოველების გარემო, ისინი იძულებულები არიანო და გადმოსახლდნენ ურბანულ გარემოში უშუალო კონტაქტთან ადამიანთან.
ადამიანს. ამან უკვე შეიძლება უამრავი სხვადასხვა პრობლემები გამოიწვიოს. აი მაგალითად ჩვენ რომ გავჩეხეთ, ახლა შემდეგ კითხვა რეალურად ჩემი ეგ იყო რომ მგონია რომ და თქვენ მითხარით ჩემი მგონიას იქით ჩვენ ვართ სახეობა რომელიც ვანადგურებთ იმას სადაც ცხოვრობთ. ანუ კი, ჩვენ ცხოველები იქცევიან ასე? არა, არასოდეს ისინი არ ანადგურებენ, ისინი ყოველთვის ადაპტირებულები არიან იმ გარემოში, რა გარემოში ცხოვრობენ. ერთადერთი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ შეცვალოს გარემო და მოიდგოს ისე, როგორც თვითონ მას უწყობს. აი ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მეტი განსხვავებელი ადამიანსა და ცხოველს შორის. და რატო აი თქვენი აზრით, რატო ვერ ხვდებით ადამიანები, რომ აი დღეს რომ გავჩეხავთ და იქ რომ სახს ჩავდგავთ კორპუსს, რომ ჩავდგავთ რაღაცას, რომ არ ვიცი, კიდე გავაკეთებთ, ისეთ манипуляციებს ვაკეთებთ მიწაზე, არ ვიცი ყველგან. იგივე წარმოდგენა, რომ ჩვენ ყველაფერის უფლება გვაქვს. მაგრამ ჩვენ დაახლოებით მაინც ხო 21 საუკუნეს ამ განვითარებაზე მოვედით. დაახლოებით მაინც ხო ხვდებით ეს რას გამოიწვევს ხო? ვერა. არა, ძალიან ბევრი ვერ ხდება, სწორედ ნებისმიერმა ერთმა. ეს აი ძალიან ხშირ შემთხვევაში, აი როდესაც ლაპარაკი არის ხოლმე თუ მიაღწევთ ყურადღებას, რომ თუ გარემოს დაცვა ეს არ არის. არასოდეს არ არის ხოლმე პრიორიტეტი, ეს მარტო იმას როგორ ზოგადად კაცობრიობას გულისხმობ. არასოდეს არ არის, თუმცა ვერ ხდებიან, რომ ამაზე არის სწორედ დამოკიდებული. ანუ გარემოს შენარჩუნება, თქვათ ეს გარემოს იმ რაც არსებობს და იმ ეკოსისტემის არსებობა, რა ჩვენ გვერდზე არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ისევ ჩვენთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნორმალურად და კარგად. ვიცხოვროთ, გადავრჩეთ. ხო, რეალურად ეგ არის. შესაბამისად, თორე შეიძლება დაგვრჩეს ახლა მეორეს უდაბნოში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ის მათი გარემოა. ხო. და სწორედ აი ამიტომაც ახლა ეს მოხდა ესე ვაი ძალიან საინტერესო ნაწარმოებია ჯარედ დაიმონდის, ქვია აგროკულტურა, სოფლის მეურნეობა და ძალიან კარგად არის აღწერილი როგორ ხდება ადამიანის დაშორება ბუნებასთან. გარემოსთან. და რატო ხდება, რა მიზეზები არსებობს ამის. სწორედ ერთ-ერთი ის არის, რომ მას გაუჩნდა საკუთრება. მე მეკუთვნის ყველაფერი, ხო? ანუ ხო, რაც არის ეს მისი საკუთრება, შესაბამისად ის მას ჭირდება ეს საკუთრება რაც მაგალითად იგივე შინაური ცხოველები, რაც მის საკუთრება ის უნდა დაიცვას, რაც არა და ისინი უნდა განადგურდეს და ასე შემდეგ. დაახლოებით ესეთი ეს ჩამოყალიბდა ესეთი აზრი. ნუ ესეც ვთქვათ ასეთი მოსაზრებაც არსებობს. დანარჩენი ალბათ ყველაზე უფრო კარგი არის რომ მაინც ვიცხოვროთ ჰარმონიაში ბუნებასთან ერთად. რა თქმა უნდა. ანუ ელემენტარული ამას ვფიქრობ ხოლმე რა, რომ აი ხეებს რო ჩეხავთ ხო? ანუ რაღაც მომენტში რატო შეიძლება არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვსუნთქავთ იმის მოცემულ ჟანგბას და რატო ანუ ისევ ამოვახე, ეგ წარმოდგენა გვაქვს თუ აი რა ეს უნდა გავითვალისწინოთ ახლა სპილოებიც თქვა ანადგურებენ ხეებს, ხო და მე გადადიან სხვა ადგილებზე და იქ ისევ იზრდება. ხო, ნუ შესაბამისად რა თქმა უნდა ახლა მე აბსოლუტურად შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ისევ უნდა დაუბრუნდეთ გამოქვაბულში და თქვა ჭიაღუით ვიგვებოთ, ხო, განვითარებაც უნდა იყოს, მაგრამ სწორედ განვითარება გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ხო, განვითარებულები ვართ, გონებრივად განვითარებას გულისხმობ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ქმედება, რას გამოიწვევს და იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. და რა ვთქვა და რაღაცა ასე ვთქვათ გაურკვეველი ქმედებები არ უნდა ჩავიდინოთ, ხო? ის რაც ჩვენ არ გვჭირდება, არ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვთქვათ რაღაცა გარკვეული მატერიალური ის მივიღოთ. სარგებელი. ხო, ნუ რა თქმა უნდა ეგეც საჭიროა, მაგრამ რაღაცა იმის ხარჯზე რომ სხვა გავანადგუროთ, ამის ხარჯზე არ უნდა მივიღოთ. ხო, ყველა დიდი განსხვავება ეგ არის რეალურად ჩვენ და ცხოველებს შორის, რომ ხო, ალბათ აი ნელ-ნელა მივედით. ხო, ბასტუხამდე. რა შეიძლება იყოს განსხვავება. და საბოლოოში ხანდახან გულწრფელად გეტყვით, მაგ ყველაფერზე რომ ვფიქრობ ხოლმე, მაგ შეგრძნება ეგეთი, რომ ალბათ ყველაზე საშიში ცხოველი, ვისაც ეწყინება თავის თავზე ცხოველის დაძახება, არ ვიცი, მე არ მაქვს მაგასთან არანაირი პრობლემა. ვართ ჩვენ? კი, ესე რო ავიღოთ მაგალითად, ხო, იგივე სტატისტიკა, რომელიც ნუ ხა ძალიან ბევრგან არის, აი შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად არის ეს საკითხი დაყენებული. და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი რისიც ყველაზე გვეშინია, ხო, ზვიგენი რომელიც არის, ეს არის შედარება არ შეიძლება იმ სხვერპლთან, რასაც ადამიანის მიმართ აკეთებს. რაც ჩვენ გარშემო რაც ხდება, ხო? იმაზე აი რომელმა შხამიანმა გველებმა, ზვიგენმა ან ვინმე გაანადგურა იმდენი ადამიანი, რამდენიც ადამიანმა.
თან ხო ეს თან ყოველთვის ხო არის რომ ხა რაღაცის სახელით ვაკეთებ თან ხო ამ განადგურებასაც რა რომ ან იმის ქვეყნის სახელით ვაკეთებ თან იმის სახელით ვაკეთებ ანუ ოდითგანვე ხა ადამიანმა რომ არ ვიცი შუბი რო აიღო ხელში ალბათ იმის მერე ეს განადგურება მიდის და კი ხო განადგურებს თან რაღაცის გამო იმის გამო შეიძლება განადგუროს რომ მაგალითად ვიღაცის განისფერი არ მოწონს ვიღაცის თმისფერი არ მოწონს და ასე შემდეგ ასე რომ კი და ისიც აი მე ეხა ერთ ამ საკითხსაც შევეხოთ მე პირველად გავიგე პატარა ვიყავი რომ მარტო რქის იმისგან ხისგან აკეთებენ რაღაცა ნარდის რაღაცა იყო და ესო იცი ორისგან არის გაკეთებული ესე მითხრეს და მეთქი რისგან არის თქო და ესეო და გული შემიწევს ამიტომ რომ ვერ წარმომედგინა რომ მარტო და მე პირველი კითხვა რაც იყო რო კვდებიან მე იღებენ ამ რქას თქო თუ მაგისთვის კლავენ რომ რქა მოაცალონ და მე ამისგან გაყიდონ რაღაც ფული. აი ეგეც ხო ცხოველებში არ არსებობს ეგეთი საქციელი. ხო რა ტროფეის გამო ცხოველი არ კლავს. ხო ჩვენ კლავთ ტროფეის გამო ცხოველებს და გარდა ამისა აი მარტო რქები ძალიან ისეთი კარგი მაგალითია ხო მაგალითად იყო ერთი პერიოდი იემენში ხანჯლის ტარებს ამზადებდნენ იმისაგან ნუ სინამდვილეში მარტო რქის და ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული რაც არის ეს მარტო რქისგან გამოიყენება ჩინურ მედიცინაში შესაბამისად მარტო რქის ფასი წარმოუდგენელი რას აკეთებენ ჩინურ მედიცინაში პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას დაფრთხილ მდგომარეობაში უნდა მიიღო. რასაც სინამდვილეში აბსოლუტურად არ არის ესე და არანაირად არ მოქმედებს. თან ეს მარტო რქის რქა სპილოსულისაგან განსხვავებით არც მუშავდება, იმიტომ ესეთი რაღაც ეს არის ეს რქა არ არის სინამდვილეში ეს არის სახეცვლილი ბეწვი. მართლა ხო, რომელიც ძალიან მალე იშლება ხოლმე, ასე რომ ვთქვა, არც ესთეტური ღირებულება აქვს, არც სამედიცინო, არც არანაირი ღირებულება აქვს, ერთადერთი ღირებულება რაც მას აქვს, ეს აქვს მარტო რქისთვის. ისე. დაცვის საშუალება. მისი, ნუ არა მარტო დაცვის კიდევ სხვადასხვა რაღაცეებში იყენებს, ასე რომ. კი, აი ახლა ამან გამოიწვია. მაგ თემაზე შემიძლია ძალიან ღრმად შევიდე, იმიტომ რომ მართლა გული მტკივა ხოლმე, მაგალითად არის ბეწვის გამო ადამიანები რო ეს იცით როგორ არის ახლა როდესაც თუ ბეწვზე ავიღებთ იმას გარკვეული ის მაინც აქვს ასე თქვა სარგებელი ადამიანისათვის ხო ათბობს და შეიძლება მაგრამ სარგებლით ხო დღეს დიდად არ არის ახლა მე მგონი აუცილებლობა არ არის იმიტომ რომ გარდა იმისა თუ გავითვალისწინებთ კიდე ამას ყველაფერს რა შეიძლება მოყვებოდეს თავისი ალერგიული ქმედებებით და ასე შემდეგ გაცილებით უკეთესია თქვა გამოყენებული იყოს სხვა ისინი რომლებიც უფრო ესა მაგრამ მარტო რქის შემთხვევაში მხოლოდ ლეგენდებს მიყვება ხოლმე ეს ყველაფერი და მაინც დღემდე აკეთებენ კი და 1 კილოგრამი მარტო რქის ფასი დღეისათვის $75,000-ია. ვაი, 1 კილოგრამი. 1 კილოგრამი. და ეს ბრაკონიერი მოპოვების წესით აკეთებენ ამ ყველაფერს. ნადირობა მარტო რქაზე სოფლიოში ასევე რქის საზღვარზე გატანა ესეც აკრძალული არის ძალიან მაგრამ მიუხედავად ამისა კონტრაბანდა მაინც მუშაობს და მარტო რქების რიცხოვნობა მცირდება და მცირდება. კი ბატონო, შემდეგ კითხვა ამ ადამიანის აგრესიაზეც ჩავხუროთ ბოლომდე მქონდა რომ იდეაში მაგაზე ვილაპარაკეთ ალბათ აღარც არის კითხვა დასასმელი რომ ცხოველი ყოველთვის აგრესიას გამოხატავს თავდაცვის მიზნით და ადამიანი აგრესიას ხშირ შემთხვევაში გამოხატავს ხანდახან ხშირ შემთხვევაში არა სიამოვნების მიზნითაც კი შეუძლია გააკეთოს ხო აგრესია გამოხატოს როგორც ცემოს და ცემისგან მიიღოს სიამოვნება ან მოკლისგან მიიღოს სიამოვნება ეგ მაგას ელაპარაკო იდეაში აღარ არის ხო? გულისხმობდა ლორენცი, როდესაც ამაზე ლაპარაკობდა. კი ბატონო. შემდეგი თემა, რაზეც მინდა გადავიდე, ეს არის ძალიან ესეთი ვირუსულად გავრცელებული ბოლო პერიოდის ვიდეო პინგვინთან დაკავშირებით. როდესაც პინგვინი წავიდა საპირისპირო მომართულებით თავის ჯგუფს გამოეყო, ესე ვთქვათ და ისინი თუ მიდიოდნენ ზღვისკენ, ეს წავიდა მთისკენ და მოკლედ ეს ვიდეო 2018-ში მეგონი გადაღებული, მაგრამ ახლა გავრცელდა. ჩვენ ადამიანებმა რა თქმა უნდა მოვინდომეთ ამ ყველაფერს გაადამიანება და დაიდო მილიონი რაღაცა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც მეც კი ვიტირე ამაზე რომ რაღაცა მას რატომ წავიდა და მას თუ შეუძლია შენ შეგიძლია საპირისპირო მიმართულებით იარო რაღაცა ესეთი ნარატივი თუ ტექსტით გავცელდა.
ეხლა მე მაინტერესებს თქვენგან რამდენად შესაძლებელია რომ ეს მართლა ასე ყოფილიყო და პინგვინი იმიტომ გამოეყო თავის ჯგუფს რომ რაღაცა არ ვიცი სისტემის წინააღმდეგ წავიდა და სხვა გზის აღმოჩენა უნდოდა. ხო, არა, რა თქმა უნდა ამასთან არანაირი კავშირი არ არის ეს სისტემა, რომელ სისტემაზეა ლაპარაკი, ხო, როდესაც თქვა ეს არის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული ის, რომელიც უზრუნველყოფს ამ სახეობის გადარჩენას ამ ხნის განმავლობაში, ასე რომ იქ არ არსებობს ესეთი სისტემები, რომლებიც ჩვენ გვახასიათებს, ხო, არ არსებობს, არ ვიცი, უამრავი სხვადასხვა ის თქვა არა როგორ თქვა, არასასიამოვნო პროცესები, რაც ადამიანის სოციუმს ახასიათებს, ხო? ისინი ჩვეულებრივად, როგორც ხარ, არიან ადაპტირებული გარემოს მიმართ და სწორედ აი ამის გამო ყალიბდება ის, რაც ჩამოყალიბდა, ხო, თქვა, იქ არ არსებობს, იქ დიქტატურა არ არსებობს. ესეთი მსგავსი არაფერი არ არის, ასე რომ ძალიან ეჭვმეპარება, რომ ის პინგვინი რაღაცაზე აღშფოთდა, ეს მე მგონი უფრო მულტფილმის გავლენაა, ეს თათების იმედზე, სადაც რომელიც პინგვინებზეა და რომელიც იმასაა. სინამდვილეში ალბათ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად არის, არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული დეზორიენტაცია, და რომლის მიხედვითაც ეს თქვა ერთი შემთხვევა არ არის, იყო რამოდენიმე შემთხვევა აღწერილი. ეხლა აი ეს რომელიც გავრცელდა იქ დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორდა იმას, იყო აღწერილი 80 კილომეტრით დაშორება, თუმცა ის მაინც გავიდა შემდეგ სხვადასხვა სანაპიროზე. ორი რამ შეიძლება იყოს ეს განსახლება, შეიძლება იყოს ასე თქვა სხვა ჯგუფში გადასვლის ცდილობა, რადგანაც ეს კავშირები არსებობს ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუნდაც რომ ინბრიდინგის შემცირდეს, ესე შესაძლებელი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ფიქრობს, რომ ისინი ვიც ასე თქვა აკვირდებოდნენ, მათი მოსაზრება არის, რომ მას ჰქონდა მიღებული რაღაც გარკვეული ტრავმა, რამაც გამოიწვია დეზორიენტაცია და შემდეგ მას უბრალოდ აერია გზა. ესეთი ხდება ხოლმე, არა მარტო პინგვინებში, აი მაგალითად არის დაავადებები, ასევე აი მაგალითად მორბილი ვირუსები, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ანუ ტვინს აზიანებს და აი თუ ხსმენიათ აი ვეშაპების გამორიყვის შესახებ, როდესაც გამოდიან ისინი ისევ ბრუნდებიან ნაპირზე, როდესაც უშვებენ. ეს ყველაფერი რაღაც გარკვეული ტრავმები არის და დაავადებების შედეგად, ასე რომ არ ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ როგორ ხსენებათ, ხონდა შესაძლებლობა რომ დავკვირებოდი ამ პინგვინს, მაგრამ ძირითადი მოსაზრება სწორედ ეს არის, რომ ის იყო დეზორიენტირებული, შეიძლება ყოფილიყო რაიმე დაზიანებისაგან, ან შეიძლება ყოფილიყო რაიმე ინფექციური დაავადების შედეგად დაზიანებული ტვინით, რომელიც უკვე რაღაც არაადეკვატური იყო. ალბათ ყველაფერი უფრო შესაძლებელი ეს არის, ვიდრე ის კი ძალიან კარგი არის, რაღაც ემოციურია. როგორც გითხარით, რომ იქ დაახლოებით არ არსებობს ესეთი რაღაც აქციელი, ხო? ხო, ესეთი როგორ გითხრათ ესეთი. დეპრესია დაემართა. დეპრესია ხდება ცხოველებში. ხო, ეს არის ჩემი დეპრესია. დეპრესია ხდება თავის. აი როგორ გამოიხარ, რას ნიშნავს დეპრესია ცხოველში? ისეთ როგორ არის ახლა როგორ დეპრესია, ეს თვითონ ეს ტერმინი არ გამოიყენება ცხოველებში, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ტერმინებითაც გავმიჯნოთ ჩვენ და ცხოველების სამყარო, ასე რომ ცხოველებში ამას სტერეოტიპული ქცევა ქვია. ასე რომ, მაგრამ რომელიც რეალურად ხშირად გამოიხატება და გამოიხატება იმ შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. ისინი ისევე განიცდიან რაღაცებს, როგორც ჩვენ განვიცდით, შეიძლება ამის ხანგრძლივობა განსხვავებული იყოს, ან გამოხატვა იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს ყველაფერი მაგალითად ჩაკეტილობა, უმადობა, ჭამა. ეს არა ქვია, სტერეოტიპული ქცევები ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, სწორედ ზოოპარკებისათვის, იქ როდესაც ცხოველები იმყოფებიან, იცით როგორ არის, როდესაც ისინი იმყოფებიან ბუნებაში, ხო, მათ დეპრესიისთვის არ ცალია. უნდა გადარჩნენ. თუ აქტიურად უნდა იყოს, უნდა დაიცვას თავი, მოიპოვოს საკვები, ასე რომ მთელი დღის განმავლობაში ისინი შრომით არიან დაკავებულები და არანაირი დეპრესიისთვის არ ცალიათ. დეპრესია ჩნდება მაშინ, როდესაც მათი დატვირთვა მცირდება, აი მაგალითად იგივე ხელოვნურ პირობებში, როდესაც ცხოველი და დასაწყისში განსაკუთრებით, როდესაც აი მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე სანამ ჯერალდ დარელი აღმოაჩენდა სწორედ აი ამ ფენომენს, რა სტერეოტიპული ქცევა ქვია და შემოიღებდა ესეთ რაღაცას გარემოს გამდიდრება ქვია, ხო? აი თუ ცხოველი იყო, აი მაგალითად სადმე რაც არ უნდა დიდი სივრცე იყოს და თუ იქ ამას არა აქვს რაღაცა ბრწყალებში რო ვთქვათ, გასართობის საშუალებები, ხო? მათთვის უკვე ეს ვითარდება. დეპრესია. ხო, დეპრესია და ძალიან ხშირ შემთხვევაში გამოიხატება ესე, რომ მაგალითად იგივე პრიმატებში ზის ხოლმე და იყურება სადღაც სივრცეში. ხო, არის ესეთი მოძრაობა, განუწყვეტელი მოძრაობა, თქვათ რაღაც
ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე და ესეთი ბოლთასემას რო ვეძახით ჩვენ ესეთი მოძრაობა თავის ხო რასაც ეს ყველაფერი მაშინ გამიხედება როგორც გითხარით ხო იმდენად რადგანაც ასე განვასხვავოთ ხო ამიტომ მას სტერეოტიპული ქცევები ქვიათ რომ სინამდვილეში მათი ასე ვთქვათ ფუნქცია იგივეა და წარმოქმნას იგივეა ხო იგივე რაღაცა გარკვეული განცდების შედეგადაც შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა ნუ იყო შემთხვევა მაგალითად იგივე როდესაც აღწერილია როცა პატარა შიმპანზეს დედა მოუკვდა და ის გვერდზე არ შორდებოდა და ვერაფერ წამოიყვანეს სანამ თვითონაც არ დაიღუპა მართლა ეს არ ვიცი ვერ წამოიყვანეს სხვა შიმპანზეები ასე როცა დაკვირვება მიმდინარეობს განსაკუთრებით სახიფათო ცხოველებს ჩარევა ცოტა რთული საქმეა ხოლმე აი დაიღუპა იმიტომ რომ არის ჭამა არც არაფერი არ შორდებოდა თავის დედას და დაიღუპა ესე არის ამ მაგალითად იგივე ძალიან ხშირ შემთხვევაში აი პავიანებში როდესაც აი პავიანებს აკოცეს სასტიკი საერთოდ პრიმატებს ადამიანს ჩათვლით აკოცეს სასტიკი სოციუმები გვაქვს აი იქ მაგალითად როდესაც ნაშიერი იღუპება პავიანების ჯგუფში დედა ბოლომდე სანამდე შესაძლებელია დაატარებს მამას ყველანაირად. თუმცა შეიძლება იყოს იგივე მამრის მიერ მოკლული. არის მოკლული. კი, ესეთებიც ხდება ხოლმე პრიმატების იმაში. ნუ სხვა ცხოველებში ხდება ხოლმე ესეთი. არც ისე ეს არის, რა ქვია, იდეალურია ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, არც უნდა გავაიდეალოს. ხო, რა თქმა უნდა. ეს არის ცხოვრება ჩვეულებრივი, უამრავი სხვადასხვა მიზეზები არსებობს ამისათვის და ჩვენ უბრალოდ ეს მიზეზები უნდა გავიგოთ, თუ გვინდა რომ გავუგოთ მათ. კი. აი ეხლა, როდესაც ეს ისტორია მოვყევი, მან თქვენი აზრით რამდენად სწორი იქნებოდა, რომ დამკვირვებლები ვინც არიან იქ დააკვირდებიან პინგვინებს, რომ ჩარეულიყვნენ და ამ პინგვინისთვის გზა შეეცვალათ და დაებრუნებინა თავის ჯგუფში და შესაძლებელია შედეგი არ ქონოდა. მაინც დასულიყო იქ. მაინც ასო თუ მასა დეზორიენტაცია ხო ის რაღაცა გარკვეული მიმართულებით მაინც წავიდოდა. შეიძლება თქვა იგივე მიმართულებით არა, მაგრამ სხვა მიმართულებით მაინც წავიდოდა. ასეთ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ასე თქვა მორალური აქ ჩარევა, რამდენადაც რამდენ შედეგიანი იქნება ჩარევა. თუ ახლა რაღაც გარკვეული, როდესაც გარემო არის ადამიანის მიერ მოდიფიცირებული, ხო, უკვე მნიშვნელოვნად ადამიანის ჩარევა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გამართლებულია, თუ ცხოველს რაღაცის გადალახვა არ შეუძლია, ხო, თუ ეს ადამიანის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს უკვე აზრი არ აქვს ამ იმას და როგორც ჩანს ეს შედეგიც ესეთი იყოს, არ ამგონია, რომ ის დამკვირვებლები, რომლებიც იღებდნენ, რომ ისეთი დოვებოდათ რომ წასულიყო და რომ როცა დაკვირვება საწარმოო, ნუ ბოლომდე მაქსიმალურად უნდა ცადო რომ არ ჩაერიოში, სხვა შემთხვევაში ვერ გაიგებ იქ რა. ხო, აი ეს მეკითხა რომ ველურ ბუნებაში ალბათ არ უნდა ჩაერიოს ადამიანი, როცა არ უნდა ჩაერიოს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩაერიოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, ხო? ჩვენ არ ვიცით რა ხდება, ესე იგივე ის სიტუაცია, როდესაც ჩემერაც შემევთხა ხომ, გლებთან ერთად ეგეც მაგისი მაგალითია, რომ ეს იყო უბრალოდ რაღაც გაუთვალისწინებელი, სასწაულს ჩვენ არ გავითვალისწინეთ, ჩვენ არ გავითვალისწინეთ ის რაც ხდება. თუმცა როცა გარემო ბუნებაში ვაკვირდებით, ამას ჩვენ არ ვიცით ის რა ხდება და აი რა არის, ესე ვთქვათ, ისევ ადამიანის ენაზე რო ვთქვათ, აი რა არის კონტექსტი ამის, ხო, სინამდვილეში რა არის მიზეზი ამისთვის, რომ რამ გამოიწვია ესა თუ ის ქცევა, ხო, ეს უნდა ვიცოდეს, შესაძლებელია, რომ ესეთმა ჩარევამ შეიძლება უარესი შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ რაც არ ვიცით, ჯობია რომ ნაკლებად შევეხოთ იმას. და აი თქვენ ახსენეთ ხა რომ ჩვენ ვცდილობთ გავუგოთ ხო მათ? რატო გვჭირდება რომ გავუგოთ? აი თუნდაც იმიტომ რომ მათი არ გვეშინოდეს. თუნდაც ერთი, მაგრამ მეორე არის რომ თქვა ძალიან მნიშვნელოვანია იმის შესაძლოა თუ რაც გარშემო ხდება, იმიტომ რომ გარემო მთლიანად მარტო ჩვენგან არ შედგება და როდესაც რაღაცა კომპონენტის დარღვევა ხდება, შეიძლება მან ისეთი ძვრები შეიძლება გამოიწვიოს, რომ შეუქცევადი პროცესები შეიძლება წავიდეს. აი ესეთი შეუქცევადი პროცესები არის მაგალითად იგივე რაც მიმდინარეობს საჰელში, ხო, საჰარის სამხრეთით, როდესაც საჰარა დაიძრა ადამიანის ზეგავლენის ქვეშ და მიდის და მიდის. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ჩვენ ქმედებას რა შედეგები მოწევს. კი, აუცილებლად უნდა ჩავერიოთ რაღაცა საკითხებში, მაგრამ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ამას ჭირდება კარგი გაანალიზება,
კარგად აფიქრება და ყველაფერი ასე ვთქვათ სამწუხაროდ არ აქვს ეს სიტუაცია რომ ჩვენ ასე ვთქვათ დავტოვოთ რადგანაც ადამიანმა ძალიან ბევრი რამე გააფუჭა და სწორედ ახლა ამ გაფუჭებულის გამოსწორებას ისევ ადამიანს შეუძლია. ხოს ვერავის. სახარა დაიძა და მიდის რას გულისხმობთ? სახელი ეს არის რომ გაუდაბნოება დაიწყო. ხო როდესაც სამხრეთ ნაწილში და წარმოიქმნა აი და სადღაცას მე-20 საუკუნიდან უკვე ძალიან ნათელი გახდა რა ქვია სახელი. უკვე ანუ შეიცვალა ეკოსისტემა და ისდება და ახლა მთელი გაუდაბნოების წინააღმდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა მიმდინარეობს რომ შეჩერდეს გაუდაბნოება ხო რომელიც ადამიანის მიერ არის გამოწვეული. შიშზე მინდა რომ გკითხოთ ევოლუციაში შიში მომძრავებელი რაღაც არის მთლიანად აი ამ ეკოსისტემაში შიშზე შეიძლება ვთქვათ რომ შიშზე დგას რომ შიშზე რომ ვიღაცამ არ შეჭამოს თუ არ არის ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რა თქმა უნდა იცით რასაც მნიშვნელოვანია შიშის მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ აგრესიას მნიშვნელოვანია გარკვეული ყველა ქცევის ის ფორმა რაც შეიძლება გამოვლინდეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ხა თუ შიში არ აქვს შესაბამისად აი მაგალითად ხო აი შიშზე რო ვილაპარაკოთ არსებობს გარკვეული პარაზიტები რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს აი მაგალითად შეიძლება თავს დაემართოს ერთ-ერთი ესენი რა ქვია სხვადასხვა პარაზიტები რომლებიც უროსშის უქრობენ მაგალითად მისი მტაცებლის მიმართ უქრობენ? ხო, აბსოლუტურად მას არ ეშინია და ბიდის გადასთან, ასე ვთქვათ, ძალიან გულადად. ძალიან ბევრია ეს პარაზიტები, რომლებიც იწვევენ გარკვეული ცვლილებებს ცხოველების ქცევაში და რომლის გამოც მათ ემართებათ უქრებათ შიში, რაც დამღუპელი არის იმასთვის, ამიტომ შიში არის თავდაცვის რეაქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. თუ არ გეშინია ვერ იქნები, ხო. ანუ ის არის, რა ქვია, როდესაც არის ხოლმე არ გეშინია, თუ მაგალითად გეშინია, მაგრამ მაინც აკეთებს ორი განსხვავება, როცა არ გეშინია, თლათ ხო, ანუ ცხოველები აქციელი ვერ არის ასე რომ ვთქვა. კი, და ცხოველები შეიძლება იყოს ეგეთი რაღაც რა ეშინოდეს, მაგრამ მაინც გააკეთოს? აი რაღაცის ეშინი არის რომ შეჭამს ვიღაცა და მაგრამ მაინც წავიდეს და გააკეთოს რაღაც არ ვიცი. იცით რა გააჩნია мотиваცია რა არის ამისთვის როგორ არის ან ნებისმიერი როდესაც რაღაცა პატარა ცხოველი გამოდის თავის საკვების მოსაპოვებლად ის გარკვეული რისკის ქვეშ იმყოფება. ამიტომ მას ეშინია ის ფრთხილობს ხო ამიტომ არის ეს ყველაფერი მთელი ასე ვთქვათ სოციუმში არსებული სოციალურ ცხოველებში ეს არსებული უამრავი სასიგნალო სისტემები რომლებიც იცავენ ამას ხო ეს ყველაფერი სწორედ ზედა დამყარებული ხარ, როცა არაფერს არ ეშინიათ. კი. და ცხოველებში არის ესეთი რაღაც თავგანწირვა. აი ვიღაცისთვის თავგანწირვა, არ ვიცი, აი მაგალითად მგლებში ოჯახისთვის, თავისი მეორე ნახევრისთვის როგორც არის, ხო? მდედრისთვის, ან პირიქით მამრისთვის, ან შვილისთვის, აი რაღაცა წავიდა სანადიროდ იმისთვის რომ მოეტანა თავისი შვილისთვის თქვა საჭმელი და თავის ესენი არის ყველაფერი, თუმცა არსებობს შვილს იცავს მართლა თავგანწირვად ნებისმიერი თუნდაც მაგალითად ვეფხვი რომელიც ძალიან ძლიერი ცხოველია, ხო ეს ყოველთვის იცავს თავის შვილს, თავის ნაშიერებს, რა თქმა უნდა, ეს არსებობს ყველაფერი თუმცა. ხო, ხო. ხელშეზე ხო ვიყავი, ამერიკაში ვიყავი და კალიფორნიაში ხო ძალიან ბევრი დაცული ტერიტორია არის რა და იქ მოკლედაც დავდიოდი და ძალიან ბევრი ცხოველი შემომხვდა ესე გზად და თავიდან იყო რომ აი მე რა თქმა უნდა ჩემი სურვილი რომ მივიდე ახლოს და მე გამლელებმაც გამოვფრთხილეს რომ არ ქნა არ შეიძლება ესე ახლოს მისვლა იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დაგიზიანოს და ერთი კადრი იყო აი ძალიან დიდ ესე ფალახებში უცებ გავიხედე და იყო ესეთი ტბასავით რაღაცა და ჩვეულებრივი აკუნამატატა იყო იმიტომ რომ რაღაც ესეთი ცხოველები ხო იცით აი ტბასთან რო ისვენებენ და თავისთვის არიან და მე უღებდი სურათებს და ეს გამომხედეს გაგრძელეს ცხოვრება არ ქონია საფრთხეს არ გწნობენ ისინი დაცულები არიან და ამას ძალიან კარგად ხვდებიან ასე რომ ეს ერთ-ერთი პასუხია მათ არ ეშინიათ იმიტომ რომ იციან რომ დაცულები არიან არა იმიტომ რომ როგორც კი რამე მოხდება მაშინვე შეატყობთ რომ ისინი გარბიან კი, პირიქით, აქეთ გარბიან, ხო, თუ მე არ მივედი იმაზე. და მთელი სასიგნალო სისტემა არსებობს, მაგალითად, იგივე ძალიან ცნობილი ეს არის აი პრერიის ძაღლუნები, რომლებსაც აი ძალიან ბევრი სასიგნალო ისინი აქვს, მათთვის ძალიან ბევრი
საფრთხე არსებობს, ხო? დაცებელი ფრინველები, დაცებელი ზუზუმწოვრები, ყველაფერი ასე, რომ ძალიან კარგად არიან შეგუებულები, ისინი ვინ ყარაულობს, ვინ ჭამს, ვის წინავს, ეს ყველაფერი გადანაწილებული აქვს. ესეც განსაზღვრავს, ხო, ესეა ზოგადად სოციალურ ცხოველებში, ხო, როდესაც და ასევე შეუძლია გამოიყენონ ასევე სხვა ცხოველების მიერ სხვა ცხოველებისაგან მიღებული ინფორმაცია იმისაც, რომ დაიმალონ, ასე რომ შიში აუცილებელია, სხვანაირად არ გამოდის. კი, და ეხა ეს რა ერქვა კოკო ერქვა იმ გორილას ხო თორე რამოდენიმე იყო ესეთი ყველაზე ცნობილი კოკო არის ხო და კადრი რო არის რო შედის რო ჩაეხუტება და რაღაცა ცოტა ცრემლიანი თვალები რო აქვს გინახოთ ეგ კადრი კი ხო აი მან მე მაგალითად არანაირი კითხვები აღარ მაქვს და არანაირი ის აღარ მჭირდება გრძნობენ თუ არა ისინი რამეს ანუ ჩვეულებრივად ჩაეხუტა და ცრემლები წამოვიდა თან მაგამდე მე მგონი ეს იყო ხო დეპრესიაში იყო და არ ქონდა რა ხო საკმაოდ ასაკოვანი იყო ყველაფერი რა თქმა უნდა აბას იმაშებიან არის ასე ძალიან საინტერესო კადრია ნუ ეს ესეთი ნაღვლიანი არ არის იმიტომ რომ თქვა იქ შიმპანზეს გაშვებაზე არის ლაპარაკი ჯეინ გუდოლი რომელიც ესეც თანამედროვეების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გარდაიცვალა ახლა ესენი დიდი მეცნიერი იყო ეთოლოგი როგორ უშვებს შიმპანზეს და შიმპანზე ტრიალდება ყველას ხელს ჩამოართმევს ჩაეხუტება და მიდის ესეთი ასე რომ მათ ემოციები აქვს, გაწობა აქვს და მე მგონი ვისაც სახში ძალიან გადაღავს ამ ემოციებს ძალიან კარგად გრძნობს ამას ყველაფერს. ხო, იმიტომ რომ ჩვენ მაინც სხვანაირად გამოხატავენ უბრალოდ. ხო, ჩვენ მაინც ხო გვაქვს რომ ეს შინაური ცხოველია, მე რა გარეულ ცხოველს რაღაცნაირად უყურებენ ადამიანები, რომ აი რაღაცა თითქოს არ გრძნობს, არ იცის რაღაცა არა, ის გრძნობს თავისთავად, ის ხა ჩვენს მიმართ არ აქვს მას არანაირი გრძნობები, იმიტომ რომ ჩვენ მისთვის ასე ვთქვათ უცხოვართ, ისე როგორც ჩვენ არა გვაქვს მაგალითად არანაირი ემოციები ვიღაცა უცხოს მიმართ, რომელზეც ნუ ხა ზოგ შემთხვევაში ხა გვაქვს კიდევ ის მაგრამ ზოგადად როცა მაშინ ისეთივე სიტუაციაა ქონია შეგრძნება რომ გადაიღალე სადღაც დასასვენებლად წახვედი მაგრამ ვერ დაისვენე მე მაგალითად მქონდა და გამოტოვებული ეპიზოდები ზუსტად მაგის შედეგია მაგრამ კარგი ამბავი მაქვს ცოდნის მოყარე პოდკასტი რედრი თბილისი დავმეგობრდით და გეპატიჟებით ვალენსიაში ესპანეთში ეს იქნება თერაპიული მოგზაურობა არა მხოლოდ ტურისტული რა თქმა უნდა იქ გავალთ ბუნებაში ქალაქსაც დავათვალიერებთ სადაც ვიქნებით სადაც ვიცხოვროთ ეს სივრცე იქნება დაცული ყველაზე კომფორტული და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით იქ ყველაფერი იქნება მიმართული თერაპიისკენ, დასვენებისკენ, საკუთარ თავში ჩაბრუნებისკენ, სიცხადისკენ, იმისთვის რომ ჩამოვიდეთ იქიდან და ენერგიებით ავსებულებმა გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ყოფა. გვექნება დილის იოგა, მედიტაცია, თერაპიული ჯგუფები, საუბრები, წრეები, ბგერითი თერაპია ბუნებასთან კონტაქტი, წყალთან კონტაქტი და მე მგონია რომ არ უნდა გამოტოვო ეს მოგზაურობა თუ გაინტერესებს ესპანეთი და გაინტერესებს ჩვენთან ერთად ყოფნა და თუ გრძნობ რომ შენთვის ახლა მნიშვნელოვანია გაჩერდე შემოიტანო შენ თავში სიცხადე და შიდა მიმართულებებს გადახედო, აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე, წამოხვიდე ჩვენთან ერთად. ლინკი არის აღწერაში, ვიდეოს აღწერაში, რეგისტრაცია შეგიძლია გაიარო, ყველა დეტალს აბსოლუტურად გაიგებ ლინკზე და თუ რამე კითხვა გექნება, მოგმართ. მადლობა. ზოოპარკზე მინდა რომ გკითხოთ, უბრალოდ ზოოპარკზე გადავალთ, ესეთი კითხვა მქონდა ბუნების სამართლიანობა. აი, ბუნებაში არსებობს რაც სამართლიანობა, თუ ეს ადამიანის სიტყვა, რომელსაც ვარქმევთ სამართლიანობაში, კანონზომიერება არსებობდეს ბუნებაში. არა, კანონზომიერებები არსებობს, სამართლიანობას ეს ალბათ მაინც უფრო ეს არის რა. ადამიანური ტერმინია. ხო, უფრო ადამიანური ტერმინია. და ჩვენ გვინდა რომ ხო, რა რას დავარქვევთ ამ სამართლიანობას, ხო რაღაცა. ხო, აი რაღაც არ ვიცი. არ ვიცი, აი მაგალითად, როდესაც ერთი ძლიერი ცხოველი ჩაგრავს მეორე ცხოველს, რომელიც იერარქიაში უნდა დაიკავოს, სამართლიანობაა თუ არა? თუ იმ პრინციპში მიყვებით, რომ ძლიერი იმარჯვებს, მაშინ სამართლიანობა შეიძლება ჩავთვალოთ. ხო. ასე რომ აი თქვა ნახოთ, ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრი, რომელიც ასე ვთქვათ, აი ჩვენი ადამიანის შეხედულებებიდან გამომდინარეობს და ძალიან ცოტა რთულია ზუსტი ანალოგი მოვძებნოთ ხოლმე ცხოველებში, იმიტომ რომ
ისეთ რა თქვა თავიანთი სამყაროა, სამყაროს თავიანთი აღქმა აქვს და ეს ძალიან საინტერესო ესეთი თეორია არსებობს, ესეთი ექსკიული გერმანელი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ცხოველთა ქცევაში დაიწყო და მან ესე გერმანული ტერმინი დაარქვა თვითონ უმბელტი, ანუ სამყარო, რომელსაც ის ცხოველი აღიქვამს და ის წერდა, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავიგოთ ცხოველების, თუ ჩვენ გავიგებთ მის სამყაროს. ანუ ჩვენ უნდა გავიგოთ მის სამყაროს და არ ვეცადოთ, რომ ის ცხოველი ჩვენ სამყაროში შემოვათრიოთ და ჩვენი, ასე ვთქვათ, ემოციებით ახსნათ ის, რაც წესით ახსნა არ შეიძლება, ასე რომ ეს მნიშვნელოვანია. ყველაფერს, რასაც ჩვენ ხედავთ, ისინი სხვანაირად ხედავენ. ანუ ყოველ შემთხვევაში არ ვიცით როგორ ხედავენ. ის რო არის, აი ხა ხედვაზე გამოხსნა ძაღლები შავ-თეთრად ხედავენ, ნუ მითია. როგორც აღმოჩნდა, რომ ისინი გარკვეულ ფერებს განსხვავებენ. ნუ არ არის შავ-თეთრი ხედვა. ხო, მაგრამ ისეთივე ფერადი ხედველობა არ აქვს, როგორც ჩვენ განსხვავებული ხედველობა აქვს, ხო. ესეც თქვა სამყაროს აღქმის სხვადასხვა რას დაიჭირდა ევოლუციურად რომ სამყარო აღეკვა ისე დაი ხო მე მახსოვს ბავშვი და მარტო შავ-თეთრებს ხედავენ მარტო შავ-თეთრად ხედავენ სამყაროს ეს მესმოდა ხოლმე რა კი რა თქმა უნდა ესეც რა ძალიან ზოგადად შემთხვევაში ძალიან ბევრი გამოცანები არსებობს ამასთან დაკავშირებით ხო არსებობს მაგალითად აი ისევე თქვა ახლა ცოტა უფრო ისეთ თირო გადავიდა და მარჯნის რიფები ხო რომელიც ყველაფერი ძალიან ფერადოვანია როდესაც დანარჩენი ყველაფერი ნაცრისფერია წყალში, ხო? დარვინის პარადოქსი ქვია ამას, იმიტომ რომ ახსნა არც აქვს, აი რატო არის ესეთი ფერადოვანი? ის სამყარო, რომლის აღქმელის არავინ არ არის ფაქტიურად. ხო. და დღემდე არ მგონია რომ ადამიანისთვის იყოს ეს შექმნილი, რომ მივიდეთ და დავტკბეთ ამ ფერადოვნებით. დღემდე ახსნილი არ არის. რაც ბევრი ვერსიები, თუმცა ესეთი დადასტურებულად არ ვიცით. არ ვიცით. ისე წყლის ქვეშ რაც ხდება, ხო? რამდენი მეტრი არის, ხო? დღემდე ხო ძალიან შეუსწავლელი გარემო არის. იმიტომ რომ ვერ ჩავდივართ. რა თქმა უნდა, ვერ ჩავდივართ, ძალიან რთულია იქ ჩასვლა. ძალიან ბევრ მასთან არის დაკავშირებული, ძალიან ბევრი პრობლემები არის, როდესაც იქ ჩადიხარ, მათ შორის, ვთქვათ, მხედველობის პრობლემაც არის, სმენის აღქმას, ანუ ის ჩვენი სამყარო არ არის წყალი, ხო? ამიტომაც ძალიან გვიჭირს მაგის ყველაფრის აღქმა. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ანუ არ ვიცი. მაგრამ ჩადიან აი მაგალითად იგივე მარიანის ღრმულშიც კი არის ჩასული მაგალითად იგივე რეჟისორი ჯეიმს კამერონი. შექმნა შეაქმნევინა ალბათ უფრო ბატისკაფი, რომლითაც თითქმის მარიანის ღრმულის ფსკერამდე ჩავიდა. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია, ხო და არ ვიცი მიცია თუ რეალობა არის, რომ ესეც გამიგია, რომ NASA თავიდან ისწავლიდა წყალს უნდა შესწავლა სურდა წყლის და იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი რომ მე გადავიდნენ და კოსმოსზე დაიწყეს გადასვლა. ხო, მაგრამ ძალიან საინტერესოა რა. კი გუსტო ძალიან სერიოზულად ჯერ კიდევ 50-იან 60-იან წლებში ექსპერიმენტებს ატარებდა წყალქვეშ ადამიანის ცხოვრებებთან დაკავშირებით და მთელი ქალაქები ჰქონდა შექმნილი წყალქვეშ. ნუ ქალაქები ეს ბჭყალებში ასე ვთქვათ, სადგურები, რომლებზეც ისინი თეობით ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ რომ ეს შეესწავლათ. ამიტომ ესეთი ცელებები ბევრი არის, მაგრამ გუსტომა შეწყვიტა ესეთი, ხო, დამთავრდა ძალიან საინტერესო. ხო, შესაბამისად, იმიტომ რომ ძალიან რთული იქნებოდა ეს ყველაფერი. რაღაცის ქვემოთ ხო არის მკვდარი ზონა, ხო? საერთოდ არაფერი არ არის ამბობენ, თუ ეს მეშლება რაღაცა. არა, შავ ზღვაშია ესეთი. შავ ზღვაშია, ხო, თორე ისე სხვა. ისე აი მარიანის ღრმულშიც კი არის აღმოჩენილი ღრმაწლის თევზები, რომლებიც აბსოლუტურად უკუნეთ სიმნელეში ცხოვრობენ და შესაბამისად თვითონვე ანათებენ მერე ისინი. ხო, ეს რაღაც ესეც ხო, უამრავი სხვადასხვა ისინი ესეთ ადაპტაციები და ძალიან ბევრი რამე უბრალოდ არ ვიცით. აი შავ ზღვას რაც შეეხება, ქვევით გოგირ წყალბადია და გოგირდოვანი ბაქტერიების გარდა არაფერი არ ცხოვრობს. ხო. აი სხვა წყლებში რომ იბანავია, სულ ძალიან მიყვარს წყალი და შემიძლია მთელი საათობით წყალში ვიყო, მაგრამ მიფიქრია ხომ, აი რომ უცებ რომ დაგავჩერებო ვარ წყალში, ვცრუ და გავჩერებო, ამომიდგენი რომ ეხლა ქვემოხეცდა და რა ხდება? ხო, აზრზე არ ვარ. ჩაყვინთ ნახავთ რა ხდება. შესაძლებელია. იმამდე მაინც ვერ ჩავალ, ხო, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ეს არის აუცილებელი, მაგრამ სადამდეც შესაძლებელია ჩასვლა, ისიც ძალიან საინტერესოა. საინტერესოა. გეთანხმებთ. ჩვენ სანამ შევდივართ კამერებს ვიკითხე რომ რამდენი წლის არის თქო ზოოპარკი თქო და წელს გახდება 100 წლის, ხო? მომავალ წელს. მომავალ წელს გახდება 100 წლის.
რა ეტაპზე ხართ ახლა სად ხართ მე მოგიყვებით მე ხოლმე პირველად გავიგე თბილისის წყალდიდობის მერე თქვენ ინტერვიუს რომ მოусმინე მაშინ გავიგე პირველად რომ თბილისში ზოოპარკში ჩამოყავთ ის ცხოველები რომლებიც არიან ეს ბრაკონიერების მიერ ხო სწორია და გადასარჩენად ესე ვთქვათ ხო იმიტომ რომ ჩემთვის დამოკიდებულება ზოგადად გულს ყველად გეტყვით იყო ისეთი რომ რატომ უნდა ვტანჯოთ ცხოველები გამოვკეტოთ იმიტომ რომ ჩვენ დავიკმაყოფილოთ ისევ და ვნახოთ და დავაკვირდეთ და ასე შემდეგ და ესეთი გულის ტკივილი მქონდა ხოლმე ყოველთვის და ყველაზე მეტად გამიმძაფრდა ბერლინში ვიყავი ზოოპარკში და იმიტომ წავედი რომ ჩემ მეგობრებმა მითხრეს რომ იქ ისეთი გარემოა ცხოველები ძალიან კარგად და ესე ამიხსერეს და მივედი ამ ზოოპარკში მაინტერესებს ახლა რაღაც ვათვალიერებ ცხოველებს და დავდექი არწივის ვოლიერის წინ და ეს არწივი იყო უზარმაზარი უზარმაზარი და ულამაზესი და ვუყურებ ესე არწივს და ვხვდები რომ ვტირი და რა მატირებ და იცით რომ წარმოვიდგინე ეხლა შეიძლება გაიცნოს მოყოლოს ყველას მაგრამ წარმოვიდგინე რომ ვარ არწივი და წარმოვიდგინე რომ სად შემილია ვიფრინო და გალიაში ვარ გამოკეტილი და ძალიან გული დამწყდა მაგ ყველაფერს გასაგებია აბსოლუტურად მაგრამ ერთი მისება ლორენცის მას აქვს ძალიან კარგი წიგნი ეს ძალიან საინტერესო სოლომონ მეფის ბეჭედი რომელიც ასწორედ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობაზეა ძირითადად და ცხოველთა ქცევაზეა ერთ-ერთი პირველი პოპულარული წიგნია ცხოველთა ქცევასთან დაკავშირებით და სწორედ არწივზე აქვს მას სახსელი მას ყავდა ერთი არწივი რომელიც რომ გაფრინდებოდა მე ლორენცი იძულებული იყო რომ ველოსიპედით მიეკითხა და წამოეყვანა ისე ვიხიდან იმიტომ რომ მე გამოფრენა იქ და აღარ უნდა ასე რომ ისიც ესეა რა სხვადასხვანაირად აღიქვამთ ამას ყველაფერს ისინი განსხვავებულად უყურებენ ამას ყველაფერს და ახლა რაც შეეხება თანამედროვე ტიპის ზოოპარკებს ხო თანამედროვე ზოოპარკების მისი მთავარი ფუნქცია არის კონსერვაცია ანუ გადავარჩინოთ ის რაც ის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი არის ან აღვადგინოთ ისინი რომლებიც უკვე გადაშენდნენ ბუნებაში ამას ძალიან მრავალმხრივი მუშაობა ჭირდება და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სწორედ ადამიანის დამოკიდებულების შეცვლა ცხოველების მიერ აი აქ უკვე ზოოპარკს ვერაფერი ვერ შეეძრება იმიტომ რომ აი იგივე ჩვენ გვყავდა წყალდიდობის დროს დაიღუპენ გვყავდა ხალებიანი აფთრები ხო ჩვენ აფთრებზე ვისაუბრეთ აი ყველა არსებობს სტერეოტიპი აფთრის შესახებ ხო ვიცით ხო ყველაფერი მათ შორის ქართული ფილმებიდანაც თუ რამეს საზღარია თუ რაც არის აფთარია აი როდესაც ხედავდნენ ისინი თქვათ იგივე თქვათ აფთრების ერთმანეთთან ურთიერთობას აფთრების მომლელებთან ურთიერთობას ძალიან გაკვირებულები რჩებოდნენ დამთვალიერებლები იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად სხვა რამეს ელოდებოდნენ და სხვა რამე ხვდებოდა აი ეს ამისი აი ესეთი დანახვება ხო ეს ზოოპარკში ხედავს შეულამაზებლად მაშინ როდესაც ნებისმიერი აი მოყავთ ხოლმე ფილმები ან ისინი არ ნებისმიერი ფილმი ეს არის ასე ვთქვათ რეჟისორისა და ნებისმიერი რა დოკუმენტური ფილმი წარმოდგა იყოს რეჟისორისა და სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფია ხო აი ზოოპარკში ხედავ იმას რაც რეალურად არის და სწორედ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაგრამ აქ არ იგულისხმება რომ ცხოველი უნდა ყავდეს ოთხ კედელში და მას არ ქონდეს მას უნდა ქონდეს ბუნებრივთან მაქსიმალურად დაახლოებული პირობები და ამიტომაც არის ეს თქვათ ვახსენე ერთი გარემოს გამდიდრება ეს გარემოს გამდიდრება ეს არის კონცეფცია რომელიც ჯერალდ დარელის მიერ იყო შექმნილი და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მეორე კონცეფცია რომელიც ასევე ჯერალდ დარელის მიერ იყო შექმნილი ეს არის კიდობნის კონცეფცია სადაც ეს არის გადასახეობების გადარჩენის ზოოპარკი უნდა არსებობდეს სახეობების გადარჩენისათვის მისი ფუნქცია უნდა იყოს სახეობების გადარჩენა აი ეს არის მთავარი ამოცანა დანარჩენი უკვე ეს არის ასე ვთქვათ თანმდევი პროცესებია გადარჩენა რომელიც მოიცავს განათლებას რომელიც მოიცავს უშუალოდ მეცნიერებასაც აღდგენას ცხოველების ქცევას გენეტიკას რა ვიცი ძალიან რთული კომპლექსური მეცნიერება არის აი ჩვენც მაგალითად ახლა მუშაობთ მაგალითად იგივე ველური ბუნების დაცვის აგენტოსთან ერთად ალგეთის ნაკრძალში ჩვენ გადავიყვანეთ ირმები და ახლა მიმდინარეობს მათი ადაპტაცია ველურ ბუნებაში. გვაქვს კიდე სხვა პროექტებიც, ესეც რომ არ ყოფილიყო თბილისის ზოოპარკი, ეს ვერ იქნებოდა. გარდა ამისა კიდე მეორე რაზე დავიწყეთ, ხო, ის ცხოველები, რომლებიც დაზიანებულები არიან, ხო? უამრავი ცხოველი დაზიანების შემდეგ ჩვენ დავაბრუნეთ ბუნებაში. თუმცა არიან ცხოველები, რომელთათვისაც ეს უკანასკნელი თავშესაფარი აღმოჩნდა, მათი ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელი იყო. რატო? ისე დაზიანება იმდენად რომ ის იქ ვერ გადარჩებოდა. თუმცა არსებობს ახლა ესეთი შეხედულება, ღირს თუ არა ესეთი ცხოველების
თქვა წამოყვანა, როცა მაგალითად ასე თქვა უკვე იცი რომ ბოლო წლისა აქვს, ხო? ხო, და ასე რომ მაგალითად იგივე შველები, აი ძალიან ფართოდ გავრცელებული შემთხვევა არის, როდესაც თქვა დაზიანებული შვლები მოყავთ ჩვენთან, ნუ სამწუხაროდ შველი ესეც საკუთი აი შიშზე როგორც ვახსენეთ, ძალიან სტრესის მიმართ დამოკიდებული ცხოველები არიან და როგორც წესი ის ტრანსპორტირებას ვერ იტანენ და იღუპებიან ხოლმე სანამ ჩვენამდე მოიყვანენ ან ასე თქვა ჩვენ ხელში, ხო? დაზიანება ადამიანის მხრიდან გამოწვეული? ან მანქანა დაეჯახება ან რაღაცა, თორე თუ გელი დაესხება თავს, ის ბოლომდე მიხედავს, ნუ თუ გადარჩება, ის რა აქაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რა, იქაც გარემოს ბუნებას თავისი წესები აქვს, ხო, ასე ვთქვათ, იქ მაგალითად იგივე შველი, რომელიც ჩვენ ძალიან გული შევდგება, ვიღაცის საჭმელია, რომელზეც ასევე შეიძლება ძალიან გული შევდგიოდეს, ასე. რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით ბუნებაში, მით უფრო კარგი იქნება. და ეხლა თქვენ ვახსენეთ ეს ირმები რო გაუშვით და ბუნებაში ადაპტაცია, ესე თქვით. და იქ რო გაუშვით, მე როგორ ეხმარებით? აი ხა იმყოფებიან ვოლიერში, რომელიც არის ძალიან დიდი და ახლა 60 თუ 70 ჰექტარია და მიმდინარეობს მონიტორინგი. შესაბამისად, და ხა იქ მაგალითად შეყვან, ის დაცულია მტაცებლებისაგან. დაცული არის მაგალითად შეწუხებებისაგან. და გარდა ამისა, მას დამზადებული არის გარკვეული საკვები და ჩვენ ვაკვირდებით აქ რა ხდება, როგორ ხდება, თუ შესაძლებელი თუ გახდა აუცილებელი, ჩავერევით კიდევაც მაგალითად იგივე ვეტერინარული თვალსაზრისით ან ბევრი სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად მაინც არის დაკვირვება ჩვენ უყუროთ როგორ მოხდება მათი, ასე ვთქვათ, გაველურება. და თუ ვერ მოხდება გაველურება? ისინი ვერ წავლენ ბუნებაში. და იმ დიდ ვოლიერში დატოვებ? დარჩებიან დიდ ვოლიერში, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ასე რომ ნახოთ, ეს ზამთარიც ჩვენივრად გადაიტანეს ჯერჯერობით და ნახოთ უკვე იმდენი ისინი გამოწვევები აღარ აქვთ უკვე. ასე რომ ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ცხოველი მიუხედავად იმისა, თქვა ზოოპარკის მნიშვნელოვანი როლისა, როდესაც ტყვეობაში ყავს ცხოველი ახალგონურ პირობებში, რომელიც ისინთვის უფრო ესეთი მისაღები ტერმინია ახალგონურ პირობებში, იქ მაინც ხდება გარკვეული ცვლილებები, ხო? მათ შორის რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის გაღარიბება ქცევის რეპერტუარის. აი ეს როდესაც მათ არ ჭირდებათ ყველა ის ქცევა, რომელსაც ისინი იყენებენ ბუნებაში, ხო? ეს ქცევა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, რომელიც ყოველთვის ნარჩუნდება და არის დასწავლა, ხო? აი დასწავლა ძალიან ბევრ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე. აი ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფუნქციაა სწორედ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ აი ის რეპერტუარი შეივსოს მაქსიმალურად რაც საჭირო არის. ამისთვის საჭირო არის რომ იცოდე კარგად ცხოველის ქცევა. განსაკუთრებით ეს ეხება მტაცებლებს, რომელიც რეინტროდუქცია გაცილებით უფრო რთული საქმეა ვიდრე ჩიქოსნების. რაც უფრო განვითარებულია ცხოველი, ინტელექტუალურად მით უფრო რთულია მისი რეინტროდუქცია. რომელიც ცხოველი ყველაზე განვითარებული ვინ ითვლება ესე? ნუ ალბათ შიმპანზე მაინც. შიმპანზე, დელფინი, ნუ არსებობს ესეთი ათეული, რომელიც ვთქვათ ისევ ლორენც მოგვე რამდენჯერ ვახსენეთ ლორენცმა შექმნა, მათ შორის არიან სწორედ ეს შიმპანზე, დელფინი, სპილო. ნუ შიმპანზე არა, ადამიანის მაგვარი მაიმუნები რო ავიღოთ, შიმპანზე, გორილა, ბონობო, ორანგუტანგი, ვეშაპისნაირები ზოგადად, სპილო, რომელიც ძალიან ინტელექტუალური ცხოველია და ამ ათეულში ლორენცი თვლიდა მგელსაც და ყვავსაც. ყვავი, ყორანი ესენი ძალიან განვითარებულები არ მიუხედავად იმისა, რომ ფრინველები არიან ძუძუმწოვრები და ზოგიერთი ანატომიური თავისებურება, რასაც თქვათ მიაწერდნენ ჭუის არსებობას, მათ არ აქვთ, მაგალითად ეს ტვინის ქერქი, კორტექსი, ნეოკორტექსი, მათ არ აქვთ, მიუხედავად ამისა, ისინი ურთულეს გადაწყვეტილებას ღებულობენ. მართლა, აი მაგალითად ერთი რას. აი ძალიან ფართოდ გავრცელებული ის იყო, როდესაც ჩაატარეს ექსპერიმენტი სტუდენტებსა და ყორნებს შორის, ყვავებს შორის და როდესაც აი მაგალითად ერთი გრძელი ჭურჭელიდან მათ უნდა ამოეღოთ მიწისთხელი სადაც წყალი იყო ჩასხმული ნახევრამდე და უამრავი სხვადასხვა საშუალებები ჰქონდათ. ყვავები უცბადღებულობდნენ გადაწყვეტილებას, კენჭებს ყრიდნენ შიგნით და ეს წყალი ამოდიოდა და შემდეგ ებას იღებდნენ. როდესაც და უამრავი სხვადასხვა ესეთი მაგალითები არსებობს, როგორ იყენებენ, ესე აი იგივე
თქვათ იარაღის სხვა იარაღების გამოყენება, იარაღი ხო სასასროლი იარაღს არ გულისხმობ ნებისმიერ ესეთი მათ შეუძლიათ ხო რაღაცები იყენებენ სხვადასხვა თქვათ რაღაცა რო ამოჩიჩქონ შეიძლება გამოიყენონ ჯოხი მაგალითად იყო შემთხვევა როდესაც გადასასვლელზე აწყობდნენ კაკლებს და მანქანები როდესაც ამტვრევდნენ შემდეგ წითელი სინათლე რო აინთებოდა აგროვებდნენ და უამრავ ესეთი ძალიან უცნაური თვისებები უცნაური არ შეხედით რა სინამდვილეში მათ ეს ჩვეულებრივი საქციელია. როგორ ცოდავენ მულტფილმების გამკეთებლები, ასე ვთქვათ, შემქმნელები, როდესაც წარმოგვიჩენენ რომელიმე ცხოველს რაღაცა და ბოროტად, ხო? იმიტომ რომ ყორანი ყვავი ყოველთვის ის რაღაცნაირად შავი, რაღაცნაირი წარმოგვიდგენია, რომელიც შეიძლება არა, შავი არის ნამდვილად. არა, ხომ მიფრინავს გულისხმობ რა, ცოტა ისე. მაგრამ არის ძალიან საინტერესო ცხოველები არიან, ძალიან ესეთი სოციალური ცხოველები არიან და ახლა გაზაფხულზე ცოტა ხანში და ესეც როგორ იცავენ თავიანთ ბახალებს, აი როდესაც ფრენა იწყება, ხო, ჩვენთან საკუთარ ბევრი ყვავი ბინადრობს და აი გაზაფხულის ბოლოს, როდესაც ისინი ფრენას იწყებენ, ძალიან ბევრი ბახალა ვარდება ხოლმე ძირს. და შესაბამისად ეს ბახალები ხდებიან ჩვენთან. ხო. მოკლედ, მაგრამ აი ამ ბახალას აყვანა არც ისე მარტივი საქმეა. იმიტომ რომ ისინი იცავენ თავს გასხმიან პირდაპირ მნიშვნელობით. ისინი ძალიან იცავენ ყველაფრისგან, მათ შორის ადამიანისგანაც. და მათ ახასიათებთ ძალიან კარგი მეხსიერება. იბახსოვრებენ იმას. რა საინტერესო. ვინც კი, კონკრეტულად მას იმახსოვრებენ. და მე იყო პერიოდი, როდესაც რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ესეთი ცხოველები, ერთი ყორანი იყო, კიდე რამოდენიმე ყვავი იყო, რომელიც ცხოვრობდნენ ზოოპარკის ტერიტორიაზე, სანამ მობეზრდათ და დაყვებოდნენ, მოგაკითხავდნენ ფანტაზიაზე. ანუ კეთილგანწყობილებით შეიძლება რა იყვნენ, ხო? კი, არის, როდესაც უკვე ეჩვევიან, მაგრამ აი როდესაც ისინი ძალიან ინტენსიურად იცავენ. ეს ისე აი მას აქვს ესეთ ლორენცსაც აქვს ესეთი ახსენე როდესაც ნიშნავდა ეს ალპურ ჭკებს რომლებიც ეს ყვავების ეს ნათესავია იძულებული იყო რომ რაღაცა მასკარადის ფორმა ჩაეცვა და ჩაიცვა რაღაც ამასკარადო ეშმაკის ფორმა რო ვერ ეცნოთ იმათ და მე მთელი ლეგენდები დადიოდა როგორ დარბოდა იმაზე სახურავებზე ეშმაკების ნუ სინამდვილეში ასე რომ ესენი ყველა ცხოველი რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ბევრი არ ვიცით. არ ვიცით და ყოველთვის ჩვენ უყურებთ ჩვენი ასე ვთქვათ მოსახედიდან და ამიტომ ვაფასებთ ის ჭკვიანია თუ არა. სინამდვილეში ზედა იქ დავთავრებ ისევ ყვავისა და სტუდენტების ამბავს, სტუდენტებმა ეს ვერ შეასრულეს. ასე უამრავი ექსპერიმენტია, როდესაც ვთქვათ ყვავი უფრო წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე ადამიანი, ასე რომ დავალები შესაძლოა. ადაპტაცია ესეც მათ. ეს რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ბიოლოგიური ახსნა აქვს, მაგრამ ახლა ესე როდესაც მოყვება ეს გარკვეულ იმას ქმნის სამეცნიერებას, რომ აბსოლუტურად არ არიან, ასე ვთქვათ, უგუნური არსებები. ჯერა ზუსტად. კი ბატონო, ახალ ზოოპარკზე გითხარით, როდის ხსნით? როდის გეწვიოთ ხალხი? მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავხსნათ, ჩვენ რო გვაქვს გარკვეული ვალდებულება ევროპის ზოოპარკების ასოციაციასთან და შესაბამისად ჩვენ საფხულში ველოდებით კომისიას, ეგრეთ წოდებული სკრინინგის კომისიას და მანამდე ჩვენ უნდა გავხსნათ აი ზუსტი თარიღს ალბათ მალე საფხულში, მაგრამ ზუსტ თარიღს რა თქმა უნდა შეგატყობინებთ. სიამოვნებით, კი, იმიტომ რომ აი თქვენთან საუბრის მერე კიდევ უფრო მაგრამ გაიხსნება მხოლოდ ერთი ნაწილი, კავკასიის ნაწილი, რაც უკვე რაც დასრულებული იქნება. და პარალელურად აქაც ჯერჯერობით აქაც იარწებებს. და მე განმავლობაში ალბათ ლენათმე გადავიდეს. ხო. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ სანამ ჩავთავდით, რომ ეგ ტერიტორია აღარ შეესაბამება ალბათ იმას, რომ პატარა ტერიტორია თვითონ ფორმას, გარემო სიტუაცია, რა ვიცი, ყველაფერი თუ იმასაც ჩავთვლით, რომ რადგანაც საკუთარ დაბალი ადგილია, არის დაბინძურება საკუთარ მაღალია იქ, ასე რომ ეს ახალი თბილისის ზღვასთან მიმდებარე ტერიტორია გაცილებით უფრო კარგი ადგილია და უფრო პერსპექტიულია ყველანაირად. კი ბატონო. კიდე რაღაცნა მეკითხა და დამავიწყდა. სუსუბოს სანამ ტრადიციულ კითხვას კითხავთ თუ არ დაგღალეთ ერთსაც კითხავთ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ეგეთი ვითარება რომ ძალიან ბევრი ქუჩის ცხოველია რომელიც არის გამოგდებული ოჯახებიდან მოყვანილი და გამოგდებული და შესაბამისად ეს უკონტროლო გამრავლება ხდება უკვე ამ ცხოველების და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია როდესაც დასავლეთის გზაზე მიდიხარ ან იქით კახეთის გზაზე მიდიხარ
სულ თვალების დახუჭვა მინდა იქ რომ მივდივარ და რატო რა დაგვიმართა ეგეთი რა გვჭირს რომ ცხოველი მოყვავს სახლში და მე ამ გაზრდილს ცხოველს უშვებთ გარეთ და ვტოვებთ ხო, ეს ძალიან სამწუხარო ფენომენია, რომელიც გვახასიათებს. ახლა ჩვენ საკმაოდ კარგად არის შემოჭრილი, თუმცა ძალიან იცით რა, როდესაც იქაც კი, სადაც ეგონათ, რომ თქვა, ესეთი სიტუაცია გაქრა, სწორედ პანდემიის შემდეგ ისევ გამოჩნდნენ მაწანწალა ცხოველები, იმიტომ ძალიან ბევრმა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არავის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, ესენი ყველანი გააგდა გარეთ. ისევ ის დამოკიდებულება არის, რომ თქვა, ისინი ჩვენ სრულფასოვან არსებებად არ მიგვაჩნია და ჩვენ შეგვიძლია მოეპყრათ ჩვენი საკუთრება და შეგვიძლია მოვეპყრათ ნივთი რომელიც არ გჭირდება უნდა გადააგდო დაახლოებით ესეთი დამოკიდებულება. ნუ ეს დამოკიდებულება რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ არც ისე მარტივია. იქაც კი როგორც გითხარით რომ ეგონათ რომ შეცვალეს დამოკიდებულება, აი პანდემია მაჩვენა რომ თორმე არაფერიც. ხო, სულ ფიქრობ ხოლმე მაგაზე, ჩემ ძალიან დიდი ტკივილია გულთვალად გეტყვით მაგას და სულ ფიქრობ ხოლმე რა შეიძლება გაკეთდეს და ალბათ რავი ადამიანების ცნობიერება ცოტა მაინც უნდა ამაღლდეს და მეორე ის რომ ესეთი გაჭირებული ქვეყანა ალბათ არ უნდა ვიყოთ, რომ არ ვიცი, ეს გაჭირებას კიდე პლუს რაღაცების ზემოდან ედება მგონია და მე აი თავიანთი ადამიანებს საკუთარი საჭმლის ფულის საფიქრალე რო აქვს, შეიძლება ხა იქ ძაღლის საჭმელს ან კატის საჭმელს და პირობითად აღარ ფიქრობენ და გააგზონ გარეთ. მაგაზეც არის დამოკიდებული. პრინციპში ძაღლი ზომას გააჩნია და ნებისმიერი ძაღლი შეიძლება ნებისმიერი საკვებით გამოზარდო, ხო, ჩვეულებრივად. ახლა აუცილებელი არ არის კი, თქვა, ახლა ძალიან რეკლამირებული არის ეს ვირადღირებული მშრალი საკვები რაღაცები ყველაფერი, მაგრამ ამის გარეშეც ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოზარდო ადამიანმა ძაღლი მოიშინაურა, მაშინ უბრალოდ გელი მოიშინაურა და გახდა ძაღლი, როდესაც საერთოდ არანაირი ქონება არ ქონდა, ხო? და მერე შექმნა, სწორედ ძაღლის დამსახურება იყო რაღაცა გარკვეული ქონები შექმნა, ასე რომ ეგ მაინც უნდა დაუფასოთ, ასე რომ ის რომ გაჭირვება ის გამო, ეს არის მაგაში ცოტა ეჭვმეპარება. მე მგონია რომ უბრალოდ ეზრდებათ მათი მოვლა, ისინი აღმოაჩენენ რომ სათამაშოები არ არიან ესენი, მათ ჭირდებათ მოვლა, ბევრი სხვა რაღაცები ჭირდებათ და გარკვეული ძალისხმევა არის საჭირო ჩვენი მხრიდან, არა გარკვეული საკმაოდ დიდი ძალისხმევა არის საჭირო, ხო, მათ ჭირდებათ გასეირნება კვების გარდა. ზოგადად ეს უნდა იყოს პრობლემა, თორე არ მგონია რომ თქვა პატარა ძაღლის სამყოფის საკვები თუ ეს გინდა, თუ არა გაქვს ამის შესაძლებლობა, არც უნდა აიყვანო და ეს უნდა გათვალო, როდესაც აკავს ხო და გარდა ამისა კიდევ მეორე მომენტია, როდესაც ცდილობენ აიყვანონ ძაღლი რაღაც გაურკვეველი მიზნით. ხო, მაგალითად ბავშვის საჩუქარი. ხო, ბავშვს აჩუქეზე ძაღლი, მაგრამ აღმოჩნდა რომ თქვა ის სვლის ის იმაში ბეწვი ცვივა, ასე რომ თქვა რა უნდა უყო. ყველაზე მარტივი გზაა რომ გააგდო ქუჩაში. ხო. თავიდან ვფიქრობდი რომ აი ფულს რო გადაიხდიან, არ გააგდებენ თქო ალბათ, ხო რა? არა, მაინც გააგდებენ. ისეთი ჯიშის ძაღლები დადის ქუჩაში, ყველანაირი გამოჩნდა უკვე მე მგონია. ეს მოდა შემოდის ხოლმე ძაღლებზე რაღაცა, რომელიც ეს მოდაზე აყვებიან ხოლმე და შემდეგ აღმა ჰასკიზე იყო, ხო, მოდა. ჰასკიზე, პიტბულებიც გამოჩნდნენ უკვე. ხო, პიტბულების აკიდაც გამოჩნდა. აკიდაც გამოჩნდა, კი. უამრავი ისინი გამოჩნდა, უბრალოდ ისინი არ გაამართლეს იმისი იმედები. მე მყავდა მაგალითად ესევე აყვანილი ძაღლი 9 თვის იყო რომ ავიყვანა ესპანური მასტიფი, რომელიც ასევე ვიღაცამ ჩამოიყვანა, აღმოჩნდა რომ ეს არ არის ისეთი აგრესიული ძაღლი, ამიტომაც ინტერესი დაკარგა, ნუ საბედნიეროდ მან არ გააგდო უბრალოდ, სხვა პატრონი მოძებნა და ნუ კარგი რომ არ გააგდო. საოცარი ძაღლი იყო. გარდა სამწუხაროდ ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ. და სულ ბოლო კითხავდა ერთ რაღაცას ვეტყვი მაყურებელს, იმიტომ რომ ეგ არ ვიცოდი ეხა გავიგე სანამ კამერებს ჩავთავდით. ახალ წელს ფეირვერკების როლიდან გამომდინარე დაგეყვათ. ყოველ წელს აგვაქვს ესეთი პრობლემა, შარშან გადავჭით, იმიტომ რომ ნაკლები ის იყო, ნაკლების სროლა იყო გარშემო, წელს სამწუხაროდ ისევ დაგვეყვა. ხო, და რაღაცნაირად მეტი გულისხმიერება რომ გამოვიჩინოთ, მე მგონია უფრო ხო, ნებისმიერ ესეთი როგორ არის, ესეთი მოულოდნელი ხმები, რომელიც არის მათთვის ძალიან თან ეს არის გასროლა, ხო, ჩვეულებრივი. ძალიან რთულია გაარკვიო არა მარტო ცხოველებს, ხო, მე მგონი ადამიანსაც შეეშინდება მოულოდნელად, როდესაც ვიღაცები გარშემო სროლას დაიწყებენ, ხო. გეთანხმებით, ხო.
მეტად დავფიქრდეთ რა მგონია მაგაზე რა. სად ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ცოტა მეტი ჩვენი 2 წუთიანი გახარების 1 წუთიანი რაღაც არ ვიცი რატო არის სიახლოვე, მაგრამ გახარების გამო შეიძლება რომ მოკვდეს. ლამაზი არის ახლა მაგას ვერ უარ. ხო, ნუ აი, მაგრამ ეს აქეთ რა დგას სამაგიერო, გაიგე, როგორც ვთქვი, ბევრი ჩიტებით. ფრინველების ის გარეული ცხოველებისათვის, რომლებიც ახლა ჩვენ ძალიან ბევრი არ ვიცით პატარა ცხოველებს, ეს რა გავლენას ახდენს და როგორ ხდება, მაგრამ გავლენა რეალურად აქვს, მათ შორის ისაც ცხოველებზე, როგორც არიან ძაღლები, ხო? ჩემი ძაღლი მაგალითად. თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ მთელი ეპიზოდის განმავლობაში მოსავს ესეთი ჰუდს, რომ ეძახით ესეთი სამოსი და შეამჩნევდით წარწერას, რომელიც აწერია ვაბისაბი. რას ნიშნავს ვაბისაბი? ვაბისაბი ნიშნავს სილამაზის დანახვას არასრულყოფილებაში და ჩემთვის არის ეს ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულის ხელოვნება, იმ ყველა გავლილი წლებით, იმ ტრაუმებით, იმ ტკივილებით, იმ სიხარულით, მოკლედ ყველაფრით. რისი თქმა მინდა ამით? ცოდნის მოყვარე პოდკასტმა გავაკეთეთ ესეთი ვებგვერდი, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ, გაიაროთ პატარა კვიზი, გასცეთ კითხვებს პასუხები და იპოვოთ თქვენი სიმბოლო ან წარწერა ესეთი და გვხვდებათ ასევე სიურპრიზებიც და ამ სიმბოლოს რომ აღმოაჩენთ მე შეგიძლიათ უკვე სიცოცხლე შეძინოთ და გადაიტანოთ თქვენთვის სასურველ ნივთზე, მაგალითად ჰუდზე, მაგალითად მაისურზე, მაგალითად ტელეფონის кейსზე. და ეს რაღაცნაირად იმ რეალობას ასახავს, რა მდგომარეობაში ახლა თქვენ ხართ და ამ მდგომარეობის გადმოტანა და გაცოცხლება შეგიძლიათ უკვე ნივთებში. ლინკი არის აღწერაში ამ ყველაფრის, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. უშუალოდ ნივთების ხარისხზე ზრუნავს ჩვენ ყველასთვის საყვარელი მაიკაჯი და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აუცილებლად გამიზიარეთ და რა სიმბოლოს აღმოაჩენთ, ეგეც აუცილებლად გამიზიარეთ. კი ბატონო, სულ ბოლო კითხვა, ტრადიციული კითხვა, როგორც გითხარით, არის ესეთი, რომ თუ თქვენ თავს წარადგენთ ისე რომ არ ახსენოთ თქვენი პროფესია, ეთნიკურობა, ეროვნება, ბიოგრაფია, ჰობი ან რელიგია, ანუ ყველაფერსაც ყოველდღიურად ფაქტობრივად ჩვენ ესე ვიყენებთ ერთმანეთის გასაცნობად, როგორ წარადგენდით, წარმიდგენდით თქვენს თავს, რა სიტყვებს? ნუ ალბათ ვერ წარვადგენდი საერთოდ, იმიტომ რომ ეს არის ის რასისგანაც შევდგებით ალბათ. ყველაფერი ხო? იმის და მიუხედავად, თქვა რას ფიქრობ, როგორც ფიქრობ, რაღაცას ფიქრობთ ნებისმიერ მიმართულებით. ამის გამო თქვა ვართ რაღაც პიროვნება და ვიქნებით რაღაცა ალბათ გოლემი ესეთი რა. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ჰომო საპიენსი ბზურა გურიელის ეს. ჰომო საპიენსის იდეაში სახელია, ხო? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ახლა ვსაუბრობთ და ჩემთვის ის იყო. კინოს ვუყურავდით ან მას ბუნებაში გადაღებულ ფილმს ვუყურავდი, როგორც არის ხოლმე დოკუმენტური ფილმები. და ძალიან ვისიამოვნე, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მადლობა და ჩემ მაყურებელს ვთხოვ, რომ არ დაგავიწყეთ გამოწერა, ცოდნის მოყვარე პოდკასტის თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ და თვითონ ჩვენი საუბარი თუ მოგეწონებათ, მოიწონოთ ვიდეო, ეს გვეხმარება გავრცელებაში და განვითარებაში. მადლობა.